მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ ჩამოყალიბებული და უცხო ორი ფულით ხელოვნურად გაერთიანებული ჭრილოვანი მედია ქსელის მხილება. როგორ მოქმედებენ მედიის ნიღაბს ამოფარებული ონლაინ პლატფორმები, როგორ გეგმავენ დეზინფორმაციულ კამპანიებს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსანგრევად, როგორ მოქმედებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გასაიდუმლოებული სცენარებით საქართველოს წინააღმდეგ. რამხელა ფინანსური ქსელია შექმნილი და რამდენი ორგანიზაციაა ჩართული ამ მრავალწახნაგიან ოპერაციაში ჩვენი ქვეყნის ასარებად. თქვენ თავად გამოიტანთ ახლა დასკვნას რა მასშტაბის ღალატზეა საუბარი. ეს ტექსტი ცოტა უფრო ოსტატურად რომ ყოფილიყო დაწერილი, თავისუფლად შეიძლებოდა გონებოდა ამონარიდი ორველის 1984-დან. იქ ამას მოქალაქეებს უყვება კედელში ჩამონტაჟებული ტელევიზორი, რომლის გამორთვის უფლება მათ არ აქვთ. მაგრამ ეს დისტოპიური რომანი არ არის. ეს არის 21 საუკუნის საქართველოს რეალობა. ასე დაიწყო კვირა ქართულმა ოცნებამ. მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მას მხილების კვირა უწოდა. უმაღლესი თანამდებობის პირების სამიზნე ეს დღეები ქართული ონლაინ მედიების წარმომადგენლები იყვნენ, სწორედ მათ მასპინძლობთ დღეს. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს: თეო ქავთარაძე, სტუდია მონიტორის გამომძიებელი, ჟურნალისტი თამარ უხაძე, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მოადგილე, გელამ თილიშვილი, მთის ამბების და საქართველოს ამბების ჟურნალისტი და ამ ამბების შეჯამებაში და ანალიზში დაგვეხმარება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. არაბული ქალაქების პროექტთან და განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კრიტიკული მასალების მომზადებისა და კითხვების დასმის გამო ივანიშვილის მთავრობის პირველმა პირებმა ონლაინ გამოცემები ქსენოფობიასა და საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ საბოტაჟში დაადანაშაულეს. ეს თავდასხმა კოორდინირებული იყო შალვა პაპუაშვილმა ამ ქვეყნის გამორჩეულ მედია საშუალებებს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულში დასდო ბრალი. ვიდრე სტუდიაში სტუმრებს კითხვებით მივმართავთ, ნახოთ რით გამოიჩინეს თავი ოცნების ჩინოვნიკებმა ბოლო ერთ კვირაში. სააგენტო მტისნამბები იგორიოსის წინააღმდეგ გამზადების მასალებს ამბობენ, რომ ამ პროექტის შესახებ ყველაფერი არის გასაიდუმლოებული, არაფერი არ არის ცნობილი, არაბულ ქალაქს უწოდებენ. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ პირადად არაერთხელ ამხილეთ ეს სააგენტო სპეკულაციებში, მათ შორის შოვის ტრაგედიის პერიოდში. რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ ეს გამოცემა თუ ეს ორგანიზაცია მალავს თავის ფინანსებს და მისი დონორიც მალავს თავის ფინანსებს, თუმცა ის რაც ეს ზოგადად ჩანს, მას როგორც ჩანს აქვს გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსება. მინდა აი ამ ევროპულ დედაქალაქებს, ვინც აფინანსებენ, მიულოცო ბჭყალებში, რომ ისინი ქსენოფობიას აფინანსებენ. მე მიმართავ იმ დონორებს, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, გაამჟღავნონ საკუთარი თავი, დაასახელონ ვინ არიან, ვინც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, რათა ქართულმა ხალხმა ვიცოდეთ, ვინ არიან ქსენოფობი დონორები საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთაც მოვიძიებთ და დავასახელებთ ქსენოფობ დონორებს, რომლებიც 21 საუკუნეში იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟი განახორციელონ, ართაკილობენ ქსენოფობიის როგორც იარაღად გამოყენებას. ეს არის სირცხვილი და შავი დღე ევროპელი დონორების. ეს არანაირი ონლაინ მედია არ არის. ეს სინამდვილეში არიან ჩვეულებრივი NGO-ები, რომელსაც აქვს ვებგვერდები. არანაირი ჟურნალისტიკა მათ საქმიანობაში არ არის და არანაირი მედიური საქმიანობა მათ მედია საქმიანობა ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი NGO-ები ვებგვერდებით. რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქნებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ხედავდით არაერთ ფაქტს გასული წლების განმავლობაში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დაუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები. თქვენი აზრით, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ტირაჟირებენ ნარატივს, რომ ხდება არაბიზაცია, თქვენ ფიქრობთ ეს არ არის ქსენოფობია? მეორე, როდესაც საუბარია ამ კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ ონლაინ მედიაზე, ეს არის ასევე ერთ-ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან მიკროფონიანი NGO-ები, რითი განაცხადებთ თქვენ, რა ვიცი, პუბლიკას საერთაშორისო გამჭვირვალობისგან. რა არის სხვაობა მათ შორის? რადიო თავისუფლება მედია არის, რომელიც შექმნილი
ცენტრალური სადაზვერო სამსახურის მიერ, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტი და დღევანდელმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი, პროპაგანდისტს უნდა ეწოდოს პროპაგანდისტი, ჟურნალისტს უნდა ეწოდოს ჟურნალისტი. ხედავთ ჩვენ რომ არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ ფული რაღაც იმითი კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ და სხვადასხვა ქვეყნები და ამხელა კრიმინალური ენერგია არის ჩადებული ამაში რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე მათ შორის კანონის დარღვევაზე გადასახადების დამალვაზე სხვა სახის დანაშაულებზე მიდიან იგონებენ სქემებს როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის ამ სქემის ნაწილიც არის სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა როდესაც ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე ვისი კომპეტენციაც არის ის აკვირდება ამ პროცესებს სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს იქ შესაბამისი რეაგირება იქნება სხვადასხვა ორი სიტყვა იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული ახლა აი ამ ბოლო ინტერვიუში, ბოლო განცხადებაში, ის იყო საბოტაჟი, ქსენოფობია. იაგო, როგორ ფიქრობ, არის თუ არა ეს მიზანმიმართული გამოყენება აი ამ სიტყვების წყობის, რომ რაც შეიძლება უფრო დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომ ეს რასაც ახლა აკვირდება მოსახლეობა, მოქალაქეები, არის საბოტაჟი და ქსენოფობია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა უსმენდი პაპუაშვილის ამ კომენტარს თუ ინტერვიუს და ესე იგი ორი რამით იყო ეს აღბეჭრილი. ერთი ეს იყო უვიცობა, პირდაპირ უნდა ვთქვა და ესეთი ყველასთვის ცნობილი ამბების დამახინჯება, ეს ერთი და მეორე ეს იყო ტიპური ავტორიტარული ლოგიკა. აი ამ ორი ნაკადით იყო ასე ვთქვათ გავსებული თუ შეიძლება ასე თქვას ეს ინტერვიუ. ნუ ვიცობა მდგომარეობს იმაში, რომ მან ონლაინ მედიას უწოდა მიკროფონიანი NGO-ები, ხო? სინამდვილეში ორივე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ონლაინ მედია ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციები, ხო? ეს ორივე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია, ამიტომ მათ შორის არ შეიძლება იყოს პრინციპული განსხვავება, ხო? შინაარსობრივად ისინი ასე ვთქვათ ერთ არხში მოძრაობენ ან ასე ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებას და სამოქალაქო საზოგადოების სფეროს ეკუთვნიან, ეს ერთი და მეორე აი ეს ავტორიტარული ლოგიკა მართლაც გამოსჭიროდა, იმიტომ რომ მან შესანიშნავად იცის, რომ ნებისმიერი მედია, რომელიც არის დისტანცირებული ხელისუფლებისაგან და ჭეშმარიტი მედია, ნამდვილი მედია, სწორედ ასეთი უნდა იყოს, სწორედაც ამიტომ უწოდებენ მედიას მეოთხე ხელისუფლებას, ხო, რომ მას აქვს უნარი, მედიას აქვს უნარი, ასე ვთქვათ, ინსტიტუციურად აქვს იმის უნარი, რომ იყოს მაკონტროლებელი იმისა, რომ ხელისუფლების მადა ძალაუფლების გამომჟღავნების თვალსაზრისით არ იყოს უსაზღვრო და არ იყოს უზომო. ეს არის ასე ვთქვათ მედიის ფუნქცია, ხო? ამიტომ როდესაც ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რომ მედია საუბრობს ვთქვათ კორუფციის პრობლემაზე, მედია საუბრობს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე, ფინანსების გამჭვირვალობაზე და ასე შემდეგ, მედია დიახ ადამიანის უფლებებზე, მათ შორის ადამიანების უფლებებზე, რომლებიც უკავშირდება თუნდაც იმ პროექტს, რაც ახლა ასე ვთქვათ ჯელობდა პაპუაშვილი, ხო? მედიის ფუნქცია სწორედ ეს არის და ამიტომ ნებისმიერი მედიის მოუთვინიერებელი მედიის ნებისმიერი გამოვლინება ამ ხელისუფლებისთვის არის მისი მტრობა, ის ასე აღიქვამს მედიას და ცხადია ავტორიტარიზმის ლოგიკა ამ ტიპის მედიის ამოშანთვას გულისხმობს და ამ გზაზე აბსოლუტურად თანმიმდევრულად და არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ ჯინით დგას დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ხედავთ
რომ ყველა ინსტიტუტი, რომელიც პრინციპში დემოკრატიის ხეულში ადგენს, ან დემოკრატიული საზოგადოების შინაარსში ადგენს, ამ ხელისუფლებისთვის არის უცხო სხეული, რუდიმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიკვეთოს. ჩვენ ვხედავთ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. ლამის ამას იქნება ეს მედია, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, იქნება ეს უკვე აკადემია, ხო, აკადემია თითქოს აკადემიური სივრცე ხო თითქოს შედარებით ნეიტრალურია, ასე ვთქვა და ასე პირდაპირ არ ურტყამს ხელისუფლებას, ხო, მაგრამ ის აძლევს იდეებს, ან ვთქვა, აძლევს ღირებულებებს საზოგადოებას. ესეც კი არ უნდა ამ ხელისუფლებას და აკადემიურ სივრცესაც აშთობს, ხო? ანუ ყველაფერი უნდა დაუქვემდებაროს ერთ ვერტიკალს, საკუთარი ძალაუფლების ვერტიკალს და აქ ახალი არაფერია, ეს არის ნებისმიერი ავტორიტარიზმის და ნებისმიერი დიქტატურის ლოგიკა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვმეორებ, ეს ხელისუფლება არაჩვეულებრივი თანმიმდევრულობით მისდევს. თანაც ამ ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, ჩვენ ცხოვრობთ, თქო, ციფრულ ეპოქაში, უკვე მე-20 საუკუნის ბოლო და 21 საუკუნის დასაწყისი ხომ თლად ეს არის ციფრული მედიის, ასე ვთქვათ, ეპოქა და ამ ციფრული მედიის ეპოქაში მედია იცვლის თავის შინაარსს რა თვალსაზრისით, ის უბრალოდ კი არ ასახავს სინამდვილეს, არამედ ის ქმნის სინამდვილეს. მედია ციფრულ საზოგადოებაში, თანამედროვე საზოგადოებაში ეს არის სინამდვილის შექმნის ინსტრუმენტი და ხელისუფლებას არ სურს ონლაინ მედიამ ისეთი სინამდვილე შექმნას, რომელიც მისი პროპაგანდისტული მედიის მიერ შექმნილ სინამდვილეს უპირისპირდება, უბრალოდ კი არ განსხვავდება, არამედ უპირისპირდება. არადა მედიის გავლენა ამ თვალსაზრისით, რომ მან აჩვენოს საზოგადოებას ხელისუფლებისგან და ძალაუფლებისგან განსხვავებული სინამდვილე, მედიის გავლენა არის უზარმაზარი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, არ ვიცი, ეს წინა საუკუნეში მოხდა უკვე, ვთქვათ, 72 წელს, ხო, უოტერგეიტის სკანდალი, რომელიც გახეთქა ორმა ჟურნალისტმა Washington Post-დან, ხო, და რომელსაც მოჰყვა ნიქსონის გადადგომა, მოგეხსენებათ თქვენ და მანამდე უნდათ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ძარცვაში გაეყვანათ და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ შინაარსთან და რომ არა, ასე ვთქვათ, მედია ეს ვთქვათ, რეალობა უცნობი იქნებოდა საზოგადოებისთვის. მოკლედ, მედია ხელისუფლებისთვის არის სარკე და რაც უფრო მრუდია ხელისუფლება ეს სარკე, მით უფრო მკვეთრი ხდება. და ონლაინ მედია ამ თვალსაზრისით არის არაჩვეულებრივად ეფექტური, იმიტომ რომ შეუძლია უფრო ხელმისაწვდომი იყოს კლასიკური მედიებისაგან განსხვავებით, უფრო ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, ამისთვის საკმარისია მხოლოდ ასე ვთქვათ, ინტერნეტ კავშირის ქონა, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ ონლაინ მედიას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, კლასიკური მედიას კი ონლაინ ფორმით მოიხმარება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ხო, აი როდესაც ჩვენ გამოკითხვებს ვატარებთ, იქ როდესაც ადამიანები ასახელებენ და ტელევიზია მართლაც ახელდება ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროთ, მაგრამ შემდეგ როდესაც ვეძიებით, აღმოჩნდა, რომ ის ონლაინ, ის ტელევიზიაც ონლაინ მედიის გავლით, ონლაინ მედიაზე გავლით მოიხმარება. ხო, ანუ ონლაინ მედია გახდა ჩვენი სოციალურ ქსელებში რასაკვირველია. ის გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ამიტომ აღიზიანებს ხელისუფლებას აი ეს ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ონლაინ მედია, იმიტომ რომ ეს არის მათი მრუდე სარკის დაუფარავად ჩვენება, რაც ცხადია ავტორიტარული ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს და ცოტა მოგვიანებით დაგიბრუნდები აგო, თუმცა მე ერთი აირექსის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მინდა უბრალოდ გითხრა, რომ ონლაინ მედიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება 10-დან 15%-მდე და მეინსტრიმ მედიების მცირდება 5-დან 10%-მდე. ანუ სალდო არის სასარგებლოდ ონლაინ მედიაზე. მე ამას უფრო ერთის გაზდას და მეორე შემცირებას კი არ დავარქმევ, არამედ ერთმანეთთან შერწყმას დავარქმევ. ანუ ესენი ერთმანეთში ხდებიან შეცვლები და სულ უფრო მეტად ასე ვთქვათ, იკარგება ზღვარი კლასიკურ მედიასა და ონლაინ მედიას შორის, იმიტომ რომ ყველაფერის აი ამ პროდუქტის მოხმარება ხდება ონლაინ გზით და ეს ჩვეულებრივი ამბავია მთელ მსოფლიოში, ეს ტრენდი ამას ეხება. თავისთავად ცხადია 21 საუკუნეში ამასთან წინააღმდეგობაში მოსვლა აბსოლუტურად წარმოუდგენელი მგონია. აი ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის და ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელი თეო ქავთარაძე მონიტორი გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელსაც ძალიან ბევრი ესეთი სკანდალი
აქვს გამოძიებული ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევების არაერთი кейსი და მახსენდება 2023-24 წლების მონიტორის გამოძიება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძის მიერ მოპოვებულ ძალიან დიდძალი ქონების და დაუსაბუთებელი ქონების სკანდალი პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც იყო შენ მიერ მოძიებული. მოდი 2025 წელს რომეო მიქაუტაძე დააკავეს სწორედ ამ ბრალდებით და გამოძიება მას ედავება დაუსაბუთებელი ქონების არსებობას. მოდი პატარა ფრაგმენტი ვნახოთ, გავახსენოთ მაყურებელს და შემდეგ გადმოვალ უკვე კითხვით. მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის ბინა მადრიდის ისტორიულ ცენტრში, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს იყიდა, როგორ შეიძინა ჩინოვნიკის ცოლმა უძრავი ქონება ესპანეთის დედაქალაქში. თქვენ რატო უნდა გითხრათ ახლა რატო უნდა ჩაკაპაროთ ყველაფერზე ანგარიში? მიქაუტაძეების სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესი, ძვირადღირებული უძრავი ქონება. სტუდია მონიტორმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესები ჰესების მშენებლობაშიც აღმოაჩინა. შვილების სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში, $1000 ღირებულების აქსესუარები, როგორია ოცნების ყოფილი ჩინოვნიკის არადეკლარირებული ქონება. კარგით ახლა რა როლექსის საათი და რა კარტია სამაჯური. რატო არ მაქვს დეკლარაციაში? ბეთლემის 15 როგორ შეიძინეთ? ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ რომ პრესენს მიმართოთ და პრესენს მიმართოთ უკვე დიდი ხანია ველოდებ. გაგცემთ პასუხსერილობით. ძალიან მნიშვნელოვანია, €863,000 იყიდეს ეს ქონება. ეს არ არის ჩემს სახელზე, გესმით თქვენ? ხომ გესმით? თქვენი მეუღლის სახელზეა. გესმით ხომ? ხო შესაბამისად. თქვენი მეუღლის სახელზეა. გასაგებია, ამიტომ მე არ მიყიდია იყიდა ჩემმა მეუღლემ თავის დროზე, თავის პარტნიორთან ერთად და ამასთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხს მიიღებთ. სხვათა შორის პასუხს რომეო მიქაუტაძისგან ჩვენ ველოდებით ძალიან ყურადღებით და ძალიან გვაინტერესებს საბოლოოდ რა დაიდება გამოძიების შემდეგ. თეო, როგორ ფიქრობ, მაინც რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ხელისუფლება ონლაინ მედიების გაქრობით ან დასუსტებით? მე მგონი სწორედ იმიტომ, რომ მაგალითად იგივე რომეო მიქაუტაძეზე, რომელზეც ჩვენ რამდენიმე გამოძიება გავაკეთეთ, ეხლა ვთქვათ, არ ვიცი, იქ რა გადალაგება მოხდა, ყოველ შემთხვევაში რომეო მიქაუტაძე ზუსტად იმ ბრალდებით ციხეში არის, ხო? პირველად მახსოვს 2023 წელს დავიწყეთ რომეო მიქაუტაძის დაუსაბუთებელ ქონებაზე რაღაცა დოკუმენტების მოძიება და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ამბავი, რომ ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იყო მერიის მიერ დაანონსებული, რომ თქვენ დაგიბრუნებთ თბილისის კორტებს, საბოლოო ჯამში დაუკავშირდა რომეო მიქაუტაძეს და ძალიან მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა. წინასაარჩევნოდ კალაძე დაპირდა მოსახლეობას, რომ ესე იგი მერიის ბალანსზე დაბრუნდებოდა ის კორტები, რომელსაც მოსახლეობა ძალიან დიდი ხანი ითხოვდა და იქ დაანონსდა 15 სართულიანი სახლის მშენებლობა და ძალიან დიდი პროტესტი მოყვა ამას. და მას შემდეგ რაც მერია სამ სახელმწიფო ქონებაში ცვლის კორტებს, ზუსტად ორ კვირაში რომეო მიქაუტაძის ცოლი ყიდულობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ბეთლემის 15-ში. სადაც ძალიან დიდი თანხები ჩადო რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ და მახსოვს, როცა ვიპოვეთ ეს დოკუმენტები, პირველი შოკი რაც იყო ის, რომ მერიამ ეს შენობა კვადრატული მეტრი შეაფასა $1,100. ეს ხდება 2000 ბეთლემის 15-ში. ამაზე ძვირიანი ფაქტობრივად ქონება, უძრავი ქონებები თბილისში ძალიან ცოტაა უკვე, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობები ხო ვერ აშენდება. კი, რა თქმა უნდა. და მახსოვს, მაშინ რომ ვიკვლევდით აი ამ უძრავი ქონების ბაზარს, $1,100 უკვე ფაქტობრივად, არ ვიცი, ისნის მიმდებარეთაც კი შეუძლებელი იყო ესეთი ნორმალური საცხოვრებელი ფართის ყიდვა. მეორედ უკვე რაც ნახეთ კადრებში, ეს არის ჩემი კოლეგის ცქრიალა შერმადინის გაკეთებული გამოძიება.
უშუალოდ რაც ბრალად ედება უკვე რომეო მიქაუტაძეს, ეს არის მან ფაქტობრივად გააყალბა დოკუმენტები და თითქოს წეროვანში გაყიდა 600,000 ევროთ თავისი კუთვნილი სახლი, რომელშიც 85,000 დოლარი ქონდა რამდენიმე წლით ადრე მიცემული და სწორედ ამ ფულით იყიდა მადრიდში სახლი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იგივე მაგალითად შემიძლია გავიხსენო ბიჭიკო პაიკიძის ამბავი, რომელიც პირველად 2020 წელს გამოიძია სტუდია მონიტორმა. ეს იყო სუსის პროტეჟეები, ესე ერქვა გამოძიებას. ეს იყო ვანის საკრებულოს დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც სხვა შორის ახლა მიმალვაში არის. პირველად მაშინ გააკეთა სტუდია მონიტორმა გამოძიება და ბოლოს 2024 წელს იყო. ეს არის ტიპი, რომელიც უკავშირდებოდა მილიონობით ლარის ტენდერების მოგებას ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა. ეს არის ადამიანი, რომელიც მთის ამბებს ჰქონდა ბოლოს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ზუსტად მაგ თემაზე. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც მას უნდა გაემაგრებინა სტიქიის შემდეგ მდინარეები და ეს იყო სახელმწიფოდან მიღებული ძალიან დიდძალი ფული. და ეხა ის 4 მილიონი ლარის მითვისებისთვის პასპორტის გაუქმეს, პასპორტი გაუქმეს, სხვა შორის დაცვის ხარი ამბობს, რომ სწორედ მაგიტოვე შემოდის ქვეყანაში, თორემ მას უნდა დაბრუნება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ის თემები, რომელზეც წლებია ონლაინ მედიები და ამ შემთხვევაში სტუდია მონიტორი ლაპარაკობს, თავისივე, ასე რომ ვთქვათ, გუნდის წევრები, როცა ეხა ან ციხეში სხედან, ან მიმალვაში არიან, ამით დასტურდება, რომ ეს მედიები წლების განმავლობაში იძიებენ კორუფციას, წერენ ადამიანის უფლებებზე, წერენ მითვისებულ ქონებებზე და ასე შემდეგ. და სხვათა შორის საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჟურნალისტებს აბრალებდა მაშინაც, რომ ეს არ არის არაფერი სწორი, არ არის ამას ყველაფერს იტყუებიან, მაგრამ გავიდა სულ რაღაც 2 წელი და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მართალია და სახელმწიფო ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მთავრობას მოუწია ამ ადამიანების პატიმრობაში აყვანა, იმიტომ რომ დადასტურებულია უკვე ეს ყველაფერი და სასამართლო პროცესი იყო, თუ არ ვცდები, გუშინ უკვე რომეო მიქაუტაძის. თუმცა ის სამწუხაროდ მარტო არ არის ამ საქმეში და ძალიან ბევრი სხვა საქმეებიც გამოაშკარავდება. გელა ახლა პაიკიძე ახსენეს ბიჭიკო და შოვის ტრაგედია. არაერთგზის მithქვამს ნამდვილად, რომ არა შენ შოვის ტრაგედიაზე ჩვენ რას გავიგებდით პირველს, ნამდვილად არავინ იცის და საერთოდ რა ტიპის ინფორმაციას მივიღებდით და როგორ მოხდებოდა ამ ყველაფრის დამალვა, ესეც წარმოუდგენელია. რაც ძალიან აღიზიანებდა მაშინაც ხელისუფლებას და სხვათა შორის ახლა პროპაგანდისტული არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც თქვა, რომ აი პაპუაშვილს მიმართა ესეთი კითხვით, რომ თის ამბები ახლა Eagle Hills-ის პროექტზე მუშაობს და სხვათა შორის შოვის ტრაგედიაზეც თის ამბები მუშაობდა. აი რატომღაც ჩაამატა კითხვას ეს. რატო დააკავშირა, როგორ ფიქრობ? ხო, თის ხომ რამდენჯერმე დასვეს ეს კითხვა Eagle Hills-თან დაკავშირებით, რომელი მედიებიც ვაკეთებთ სხვადასხვა ჟურნალისტურ მასალებს და 2 დღის განმავლობაში ზედიზედ პროპაგანდისტული არხების რუსთავიურის და იმედის ეგრეთ წოდებული რეპორტიორები ეკითხებოდნენ ოცნების პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეს მედიები მუშაობენ და თითქოს ახლა მუშაობა რაიმე თემაზე აკრძალული იყოს, კითხვასაც ინფორმაციას ისონდნენ, რომ აი გაკვირებული რჩებოდით. მაგრამ იქვე იმიტომ მიამატა, რომ ეს ის მთის ამბებია, თქვენ რომ სპეკულაციაში ადანაშაულებდით ადრეს, როცა ის შოვის ტრაგედიას აშუქებდაო პაპუაშვილს, როცა მიმართა კითხვი და კი პაპუაშვილი მაშინაც გვადანაშაულებდა სხვათა შორის საბოტაჟი, სიტყვა საბოტაჟი მაშინ გამოიყენა ონლაინ მედიის წინააღმდეგ და მგონი პირველად პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, რომელიც ახლაც ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ისე პარლამენტის თავმჯდომარეა. და ძირითადად ამ ტერმინს ასე მძაფრად, იმიტომ რომ აი წეღან როდესაც კომენტარებს უსმენდით, 2 სიტყვა განსაკუთრებით გამოსჭვიეს თავისი მრავალჯერ გამოყენებით, ქსენოფობია და საბოტაჟი. ერთ შემთხვევაში ამ ქსენოფობიით ცდილობენ დონორების დაფრთხობას და თან ადგილზე საქართველოში კომპლექსის შექმნას, რომ ამ არაბულ ინვესტიციას და არაბულ ქალაქებზე სიტყვა ვერ დავძრათ, შევგვრცხეს
რაღაცა ეს ქსენოფობია ხო ცუდი ამბავია სინამდვილეში და მოკლედ ხო ასე უნდა რომ აი ამასთან უნდა რომ გააიგივოს ამაზე ამ საკითხებზე მუშაობა, ჩაღრმავება, კითხვების დასვამ ბევრ პასუხგაუცემელ და დაკომპლექსან ჟურნალისტები არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მთელი საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი დააკომპლექსოს და საბოტაჟი აი რაღაცნაირად უნდა რომ ისევ მტრად მოგნიშნონ, რაღაცა კეთროვნად მოგნიშნონ. საბოტაჟი ხომ ნეგატიური კონოტაციით არსებობს ქართულ ლექსიკურ მოხმარებაშიც და მარაგშიც. აი როგორც აი რატომ ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც ცდილობდნენ რომ სიტყვა აგენტი უნდა ეწოდებინათ ჩვენთვის კანონის მიერიანით და ჩვენც დაგვერქვა და შეუგვებოდით და ვთქვით რომ ამას არ დავირქმევთ, იმიტომ რომ ამას მკვეთრად უარყოფითი შინაარსი აქვს და დატვირთვა ისევ როგორც საბოტაჟს სხვათა შორის ქართულ საზოგადოებაში და საბოტაჟიც რაღაც დანაშაულთან, ცუდ ქმედებასთან ასოცირდება, ხო? სპეციალურად ამიტომ ეს მე მგონია, კი, მე მიმაჩნია, არის კიდეც კი თავისი განმარტებით და არსით, კი. და მე მიმაჩნია რომ ამას განზრახაკეთებს ის და შეგნებულად. მე არ მგონია რომ მან არ იცის სიტყვა საბოტაჟის მნიშვნელობა და ასე ისურის და აბრახუნებს უბრალოდ არა ის განზრახამბობს ამას ქსენოფობიას რატომაც იყენებს და იხმარს ეს თქვი და საბოტაჟსაც განზრახ იყენებს ხშირად იმიტომ რომ აი ამით რაღაცნაირად უნდა რომ ჩვენ მოგნიშნოს ასეთ ხალხად რა დანაშაულთან ასოცირებულ ხალხთან მტრებად და ის ადამიანები ის ჯგუფები საზოგადოების ის ნაწილი რომელიც გვენდობა თანამშრომლობს ინფორმაციას გვაწვდის ინტერვიუს გვაძლევს კომენტარებს აკეთებს ჩვენთან რაღაცნაირად დააშინოს აი ეს ჯაჭვი გაწყვიტოს დაკარგოს ეს კონტაქტები გააფუჭოს ასე ვთქვათ ზიანი მიაყენოს ხო და მაშინაც მახსოვს როცა შოვის ტრაგედიას ვაშუქებდით საბოტაჟი გამოიყენა პაპუაშვილმა ჩემი და ჩვენი გამოცემის მიმართ რომ და ეს მე ამას მოყოლა თითქოს ზურგში დანასვარ ტყამდით ხელისუფლებას და რატომ თქვენ რას ვაკეთებდით ჩვენი იქ ტრაგედიის პირველივე საათებში ხო ძალიან სწრაფად გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია იმ უბედურების შესახებ რაც მოხდა მაგრამ პირველივე საათში რამდენიმე წუთში ფაქტობრივად მივაყოლეთ რომ სათანადო სამაშველო ღონისძიება არ ხორციელდებოდა რომ ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ მაშველები რომ ადგილზე დაგვიანებით მისულ მაშველებს არ ქონდათ სათანადო აღჭურვილობა რომელიც იმ ვითარებაში შეეძლოთ რომ ის გამოყენებითაც იმ ვითარებაში სამაშველო ღონისძიების ჩატარება შეეძლოთ რომ ვერტმფრენები მთელი 3 საათის განმავლობაში არ გამოჩნდნენ რომ თვითონ სამაშველო ოპერაციამ რეალურად სამაშველო ოპერაციის სახე მიიღო ძალიან გვიან ფაქტობრივად 2 დღის შემდეგ როდესაც ჯარი ჩართეს უკვე პროცესებში აი ეს აღიზიანებდა მაშინაც ხელისუფლებას ამას უწოდებდა ზურგში დანის ჩარტყმას ჩვენ რომ არ დაგვისვა მაგრამ ეს იყო სიმართლე მაგრამ ეს იყო ის რაც ხდებოდა რეალურად რა თქმა უნდა ჩვენ რომ არ დაგვისვა კითხვები მაშინ ვიქნებოდით ჟურნალისტები ახლა ამბობს რომ პროპაგანდისტი უნდა ეწოდოს და ჟურნალისტიო და ესე იგი თუ კითხვებს არ დასვა მათთვის ხარ ჟურნალისტი და თუ კითხვებს სვამ მათთვის ხარ პროპაგანდისტი ანუ ამათთვის ყველაფერი უკუღმაა ვიდრე რეალურად და სინამდვილეში ნორმალურ საზოგადოებაში არსებობს პაიკიძეს რაც შეეხება მახსოვს ჩვენ რომ ჟურნალისტური საგამძევო ფილმი როცა მოვამზადეთ დანაშაულის შოუში ასე ქვია ამ ფილმს მე ხომ კიდევ ერთხელ ატყდა პაპუაშვილი ატყდა ისიც კახელია და უკეთესად გაიგებს კახეთში მეც კახელი ვარ კახეთში ხშირად ხმარობთ ატეხილიაო ასეთ სიტყვას და მართალია ქიზიყელია მაგრამ ქიზიყიც ხომ კახეთის ნაწილია ასე ხშირად ატყდება ხოლმე და ასე ატყდა კიდევ ერთხელ როდესაც ეს ფილმი გამოვაქვეყნეთ და ფილმმა შემდგომ ერთ-ერთ ჟურნალისტურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამ ჟიურის აუტყდა და განმარტებები მოსთხოვა რომ ეს ფილმი როგორ მოხდა საუკეთესო საგამოძიებო მასალებს შორისო და ამ ფილმის ნაწილი იყო სწორედ პაიკიძის კომპანიის მხილება რომ ესა ჯებირი უნდა გაემაგრებინა და ნაპირდაცვა უნდა განეხორციელებინა ნაპირდაცვითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა ზუსტად იმ ადგილას ბუბაზე მდინარე ბუბაზე საიდანაც ღვარცოფი გამოვარდა და 33 ადამიანი მოკლა და მას ამ სამუშაოებისთვის იმიტომ რომ ერთხელ ვერ შეასრულა დროულად მეორედ გაუგრძელესვა და არც მეორედ არ შეასრულა. არა და ეს სამუშაოები იყო 60 მილიონიანი ტენდერის ნაწილი. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები ვერ შეასრულა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ იქ რომ კედელი აეშენებინა და ამ უზარმაზარ ღვარცობს მაინც და მაინც დაიჭერდა. მაგრამ ამ კედელმა, რომელიც Sunset Show-ის უკან იყო აშენებული, ხომ დაიცვა ხალხი და არც ერთი მსხვერპლი არ არის იქ საბედნიეროდ. იქნებ მოლოდინი და ალბათობა, იქნებ აქაც
ნაკადი შეემცირებინა, მიმართულება შეეცვალა ამ ღვარცოფისთვის რაღაც ექნა და ამ ხელა მსხვერპლი, ამ ხელა უბედურება არ მომხდარიყო, ხომ? თუ იქნებ ყველაზე კარგ შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილიყო მსხვერპლი. მაგრამ როდესაც ამ პაიკიძის ამ ეპიზოდის შემადგენლობით ჩვენი ფილმი გავრცელდა, მაშინაც დაგვიპირისპირდნენ და ისევ საბოტაჟში დაგვენანაშაულეს. რა თქმა უნდა, მთელი 2 წლის განმავლობაში რეაქცია და რეაგირება არ იყო, იმიტომ რომ იცით, რომ პაიკიძე იყო გრიგოლ ლილუაშვილის ნათლი მამა, ანუ მისი ახლონაცისავი სუსის ყოფილი უფროსის და როცა თანამდებობიდან გადამდგარ ჩინოვნიკებს დაერია ქართული ოცნება, ანუ რაღაცნაირად პოლიტიკური ნება გამოხატა, როგორც ჩანს უფროსის დავალებით, ანგარიშების გასასწორებლად, მერე პაიკიძე ზუსტად ეხა ამ რაჭაში, ამ სტიქიის შემდეგ ჩასატარებელი სამუშაოების, ჩაუტარებლობის გამო აქვს ბრალი წაყენებული აი ამ თანხის მითვისების, გაფლანგვის და არამიზნობრივად ხარჯვის. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შევაჯამო რომ ონლაინ მედია იქნება ეს გამოცემები თუ საგამოძიებო მედიები ქართული ოცნების ხელისუფლების მტკიცებით ვართ მტრები, როცა მათთვის არასასურველ მასალებს ვიძიებთ, მათი გუნდის წევრებს ვადანაშაულებთ და ვამხელთ კორუფციაში, მაგრამ როგორც კი სჭირდებათ რომ როგორც კი ვიღაცაზე რაღაც ანგარიში აქვს გასასწორებელი, მათ შორის თავის გუნდის წევრზე ესევე არ მოხდა, ასე არ მოხდა ღარიბაშვილზე, რასაც ჩვენი კოლეგა ნოდარ მელაძე თავის გადაცემაში წლების განმავლობაში სერიებს უძღვნიდა ღარიბაშვილის კორუფციას, ღვინის მარანი იქნებოდა ეს თუ ჩვენი კოლეგა გიორგი მგელაძე რადიო თავისუფლებიდან საათების ძვირად ღირებული საათების კოლექციაზე იმდენი რამ ითქვა ღარიბაშვილს და იმდენი რამ იქნა გამოძიებული, სუსმა აიღო და გადაწერა დამოუკიდებელი კრიტიკული მედიების გამოძიებები და აქცია უბრალოდ საბრალდებო დასკვნის სახემისსა. მე რაც წავიკითხე, ბრალი რაც წაუყენა პროკურატურამ ღარიბაშვილს, იქ სხვა არაფერი არ ყოფილა, თითქმის ყველაფერი გამოძიებული იყო მედიების მიერ, მაგრამ მათი მიზანია ამ ქართული ოცნების ხელისუფლების, ივანიშვილის ხელისუფლების, რომ მედიები წარმოაჩინონ მტრებად და როცა სჭირდებათ მედიის მიერ გაკეთებული საქმე, რაც ახლაც დადასტურდა, რომ რეალურად დანაშაულებს ვამხელდით, ხო, რაც არის ჩვენი პირველადი და პირდაპირი მოვალეობა. ხო, აი ეს მინდა საზოგადოებას სურსათუეჭება ასე პოზიციონირებენ სამწუხაროდ. გელა, მე მინდა ახლა პატარა ნახოთ, ხო? ფრაგმენტი შორის, ხო? აი ხა ზუსტად მინდა რომ ვამხელდით პაიკიძეს. ზუსტად აი ეს ვაჩვენოთ ახლა მაყურებელს, იმიტომ რომ სწორედ მაყურებლის ეს ამ მაყურებლის ნაწილი ხანდახან როცა შეიტანს თქვენს ნამუშევარში. კარგი იქნება თუ მომავალში მაინც დაფიქრდება, ჩათვალოს რომ ეს ტყუილია, თუ ჩათვალოს რომ ეს შეიძლება. აი საგამოძიებო ფილმიდან ეს ნაწყვეტიც, ეს ფრაგმენტი ადასტურებს პირდაპირ, რომ წერთ ზუსტად იმას, რაზეც მე საბრალდებო დასკვნებს ადგენს პროკურატურა. ნახოთ ფრაგმენტი და გავაგზავნოთ გადაცემა. კადრში თქვენ ახლა მდინარე ბუბას ხედავთ. სადაც კალაპოტი მკვეთრ მოსახვევს აკეთებს, მდებარეობს მამისონის კოტეჯები. სწორედ იქ გადმოვიდა ნაპირებიდან წყალი 2020-ში. ბუბასთან ერთად ჭანჭახი და რიონიც ადიდდა. სტიქიამ ხიდები და გზები გაანადგურა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სახელმწიფომ მაშინ რამდენიმე პროექტი შეიმუშავა და მათ შესასრულებლად 60 მილიონი ლარი გამოყო. ერთ-ერთი მათგანი ბუბას ნაპირდამცავი სამუშაოების პროექტი. უტენდეროდ გადასცეს შპს New Roads. New Road-მა თავის მხრივ სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა გამოცდილების არ მქონე ბიპი ტრანსი, რომლის მეპატრონე ქართული ოცნები და ვანის საკრებულოს წევრი, სუსის უფროსის ნათლი მამა, ბიჭიკო პაიკიძეა. არის თუ არა თქვენი ბავშვის ნათლია გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი და მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი. კი, არის. თქვენი მეგობრის ბიჭიკო პაიკიძის კომპანია იგებს, არ არის თქვენი მეგობარი? გასაგები. გასაგები. სამი წლის განმავლობაში მთლიანი სანსეტი დაკეტილია და მარტო კალაძის ოჯახს და ოჯახის წევრებს ემსახურება. და ეგ საფრთხის შემცვლელი დრო იყო და იქიდან რო დავიწყეთ სანსეტიდან, რა ვიცი, ჩვენ ადამიანები არ ვართ. მარტო თვითონ უნდა გაემაგრებინათ თავისი და მერე ჩვენი, როდესაც სანსეტი ისეთ შემაღლებულზე დგას. გაკეთდა უკნიდან საქმე და როგორც უკნიდან გაკეთდა, ისე უკუღმა წავიდა. კომპანიას ზუსტად 2 თვეში უნდა გაეწმინდა და დაეღრმავებინა კალაპოტი და ჯებირები ქვის დიდი ლოდებით მოეწყო. მუშაობა პარლამენტის ყოფილი წევრის,
კახა კალაძის მეჯვარისა და შვილის ნათლიის ივლიანე წულაიას კუთვნილი სასტუმრო Sunset Show-დან დაიწყო. ჩვენი მხრიდან იღებდნენ ძალიან დიდ ქვებს და მიქონდათ ქვემოთ Sunset-ისკენ ალაგებდნენ. და მამაჩემი რო ეკითხებოდა, ნუ რატომ იგაქ ეს ქვა? მე საიდან მოვიტანო? თქვენო მოგიტანთო სხვა ქვებსო. როცა კალაპოტიდან იღებ ამ დიდ ქვას, იგივე ადგილას სხვა ქვას ვერ დააბრუნებ. იგივე ადგილას ისეთი სიმაგრით ვერ ჩადებ ქვას, როგორც ამოღებულს. ანუ შანსი არ არის. ხე რომ მოთხარო ძირიდან, სხვა ძირს ვერ დაუმაგრებ. ეგეთი ამბავია. კომპანიას ვადა ორჯერ გაუზარდეს. მიუხედავად ამისა, კოტეჯებთან ჯებირის მოწყობა მაინც არ დაუმთავრებია. მინთავრდა ის ერთი წელი, მოვიდა ზამთარი, დაიწყო ახალი წელი და ახალი წლის ბიუჯეტში აღარ ჩასვეს ის, რომ გაგრძელებულიყო მაგ ჯებირის გაშენება. ან დატოვეს თავში. დატოვეს. თავში ჯებირი, ბოლოში ჯებირი და შუაში ღია. ზუსტად ეგ შუაში ღია, დღეს გვაქვს შედეგად. 3 აგვისტოს ღვარცოფი ზუსტად იქიდან გადმოვარდა, სადაც სუსის უფროსის ნათლი მამამ ბიჭიკო პაიკიძემ ჯებირი არ ააშენა. პასუხისმგებლობა მისთვის არავის დაუკისრებია. პირიქით, მას ახალი, უკვე 21 მილიონიანი პროექტი გადასცეს. მსხვერპლი არ არის, სადაც ჯებირი იყო. თამარ, ნეტგაზეთსა და ბათუმელებზე ალბათ ვერც დავითვლით იმდენი შეტევა განხორციელდა ჯერ კიდევ მზიას დაპატიმრებამდე. აი გასულ წელს ზუსტად მახსოვს ეთერ თურაძეს ბათუმელების რედაქტორსა და შალვა პაპუაშვილს შორის მოხდარი კამათი. მე მახსოვს რომ ეთერ ბათუმელებმა მოამზადეს მასალა შალვა პაპუაშვილის მიერ კახეთში მოპოვებული ხელში ჩაგდებული უბრალოდ ძალიან დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთებზე და მამულებზე, რომელშიც მან გადასახადების გადახდა საარი და თავი. ამას მოყვა ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა შალვა პაპუაშვილსა და ეთერ თურაძის შორის. ჩვენ აუცილებლად ცოტა ხანში ვაჩვენებთ ამ მონაკვეთს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი იყო, მართლაც გულში ჩამწვდომი. როგორ ფიქრობ, ეს და ძალიან აი ეს კონკრეტული შემთხვევა, რაც შალვა პაპუაშვილის გამოძიებას ეხებოდა, საქმეს ეხებოდა და ის ყველა ჩამოთვლილი, რომელიც ახლა გელამ და თემამ ჩამოთვალეს, შეიძლება იყოს პირდაპირ სიძულვილის მიზეზი, რასაც აღსხივებს ახლა შალვა პაპუაშვილი მაგალითად ონლაინ მედიის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ალბათ ეგ არის ამ სიძულვილის მიზეზი, ამ მტრული დამოკიდებულების მიზეზი, დამოკიდებულებისადმი და ასევე აქ უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ეხა ბოლო დროს თანამდებობის პირები, ვინც დააკავეს და რა ბრალიც წაუყენა პროკურატურამ, ის ზუსტად მიყვება იმ საგამოძიებო მასალებს და იმ ამბებს, რომლებსაც თქვათ ონლაინ მედია და არა მხოლოდ ონლაინ მედია, აგერ ტელევიზიებიც აშუქებდნენ. ხო, შეიძლება ესეც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ აი ამ დაკავებების ფონზე მხოლოდ ქართული ოცნება არა. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს და საზოგადოებაც ძალიან კარგად იხსენებს, რომ ეს ამბები, რომლებიც და ეს ბრალდებები, რომლებსაც დღეს უყენებენ თანამდებობის პირებს, ეს ყველაფერი მათ მოსმენილი აქვთ და მოსმენილი აქვთ მონიტორში, მთის ამბებზე, TV პირველში წაკითხული აქვთ ბათუმელები ნეტგაზეთზე, პუბლიკაზე, აიფაქტზე, სხვაგან და სხვაგან. ანუ ხელისუფლება თავადაც ხედავს ამას, რომ საზოგადოების თვალში მედიის მნიშვნელობა, მედიის გავლენა იზრდება და აქ დასაწყისში ვამბობდი, რომ ონლაინ მედიას არასდროს არ აქვს მაგხელა რესურსი, რომ სოციალურ მედიაზე დაკვირვების გარდა უფრო ღრმა კვლევა ჩაატაროს თავისი აუდიტორიის და თავისი გავლენის, ხო? ის რაც ამ კვირაში ხდებოდა, იმედის რეპორტაჟი და ამას დავამატოთ პაპუაშვილის და კობახიძის გამოსვლები, ხო? მათ უბრალოდ დაადასტურეს ის, რომ ონლაინ მედიას აქვს დღეს სერიოზული გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. მათ დაადასტურეს ის, რომ ონლაინ მედია და მოკიდებელი ონლაინ მედია, ეს პატარა მედია საშუალებები, რომლებსაც შეიძლება ფიქრობენ, რომ და ფიქრობდნენ, რომ გადაუკეტავდნენ ფინანსურ წყაროებს, დაიჭერდნენ ვიღაცას, ცემდნენ ვიღაცას ქუჩაში, შეაშინებდნენ და ასე შემდეგ, რომ ეს ხალხი ამ ყველაფრის მიუხედავად მათ დღეს უქმნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, თუ კი ვინმე მათ ქვეყანაში პრობლემას უქმნის, ეს არის დამოუკიდებელი ონლაინ მედია. მიუხედავად იმ კანონებისა, რომელიც მიუხედავად იმ კანონებისა, მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრება
დიდი ალბათობით მათი აზრით იქნებოდა სამაგალითო შემაშინებელი მსუსხავი ეფექტი, რაც ასე არ გამოდგა და ალბათ პირიქით გამოდგა ერთი, გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და მეორეც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ წარმოდგენაც არ ქონდა, ვინ არის მზე ამაღლებელი. და უბრალოდ ვერც წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა ასეთ ადამიანს შეხვედროდა ახლა ვერ ვიტყვი, ხო კულტურის ხელოვნების და ლიტერატურის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან და ციგნებში წაიკითხავდნენ ასეთ პერსონაჟებს ან მათ წრეში შეხვდებოდნენ ასეთ ადამიანებს, ხო? უბრალოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ ადამიანს შეიძლება შეხვედროდა, რომელიც ციხიდანაც კი გაწევდა ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას და ციხიდანაც კი შეძლებდა, რომ იმის ნაცვლად, რომ ამდენი დაშინების, რეპრესიების, არ ვიცი, მუქარის, ზარების და ყველაფრის მიუხედავად დამოუკიდებელი ქართული მედია კი არ დაეშალა, არამედ გაერთიანებინა, რა თქმა უნდა. კი, და რაღაცა თვალსაზრისით უფრო ძლიერი გაეხადა, იმიტომ რომ მართლა უნიკალურ მაგალითებს ხედავთ, ხო, სოლიდარობის და ბრძოლის და სიმამაცის და არ ვიცი, ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავინახოთ, იმიტომ რომ ამ ისტორიას, რომელსაც დღეს საქართველო ქმნის მთლიანად, მზია ქმნის და ქართული მედია ქმნის, ეს არასდროს არ ყოფილა, ხო? მე მსგავსი არ მახსენდება, ნამდვილად არ მახსენდება, რა თქმა უნდა და ბათუმელები და ნეტგაზეთი ისევ როგორც თქვათ, აგერ ჩემი კოლეგები და სხვა ბევრი კოლეგა, ხო, არასდროს არ ყოფილა ხა ხელისუფლების საყვარელი მედია ელემენტარულად არც ერთი ხელისუფლების პირობებში, ხო, ესეც ალბათ ჟურნალისტიკის ანაბანაა, რომ თუ აი ზუსტად ხელისუფლება აი ეს განსაზღვროთ, რომ ჟურნალისტიკის ანაბანა არის ზუსტად ეს, რომ თუ კი ხელისუფლება გაქებს, ესე იგი შენ ძალიან ცუდი ჟურნალისტი ხარ. სხვა აზრი აქ უბრალოდ არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს და ეხლა ეს არ ჩემ კოლეგებს არ ესწავლებათ, არც ბათუმელები ნადგაზეთს ესწავლებოდა დაარსების დღიდან და შესაბამისად არასდროს არც ერთი ხელისუფლების საყვარელი არ ყოფილა, მაგრამ არც ერთი ხელისუფლება ასე შორს არ წასულა მედიასთან დაკავშირებით და არც ერთი მმართველი, მათ შორის, ასლან აბაშიძეც კი ახლა თავის დროზე, რომლის დროსაც ბათუმი ასევე მძიმე დღე ედგა ბათუმში და ძალიან რთული დღე აკრძალეს, მაგრამ არ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ და რაღაც პატარა დაიჭირეს და მალევე გამოუშვეს, იმიტომ რომ ასლან აბაშიძეც კი მიხვდა, რომ ჟურნალისტების დაკავება ეს მისთვის არ იქნება კარგი და კიდევ ერთი საკითხია ალბათ ისიც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ძალიან მოსწონს და კომფორტულად ეჩვენება, რომ საზოგადოების თვალში აუცილებლად ვიღაცას უნდა დააბრალოს რაღაცა, ანუ პასუხისმგებლობა აუცილებლად ვიღაცა სხვის უნდა იყოს, ეს იქნება Deep State, ეს იქნება გლობალური ომის პარტია, ეს იქნება NGO-ები თუ ეს იქნება დამოუკიდებელი მედია, თუნდაც იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა იმაზე რაც ქვეყანაში ხდება არ იყოს მისი, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც პასუხისმგებლობას ახლა ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაექცევა და რადგან მზიაზე ვლაპარაკობდით, აქვე დავუმატებ, რომ ვერ გაექცევა ქართული ოცნების ხელისუფლება პასუხისმგებლობას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმიტომ რომ იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მზია შევიდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, დღემდე ხო პასუხისმგებლობა იკიცრება სახელმწიფოს. იმიტომ რომ სახელმწიფო არის ვალდებული, რომ მას კონდეს სათანადო მოპყრობა, სათანადო პირობები და სათანადო, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, ისეთივე ხელმისაწვდომობა, როგორიც მას ექნებოდა, რომ არ ყოფილიყო პატიმარი. ის რომ უკანონო პატიმარი ეს ერთი საკითხია, მაგრამ ის რომ მას ხელმისაწვდომობა არ აქვს სათანადო სერვისზე ჯანმრთელობის, ხო, ეს კიდევ მეორე საკითხია. ამ პასუხისმგებლობას ახლა რამდენი ტყუილიც არ უნდა დააბრალონ მზია ამაღლობელს, ხო? ამ პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ გაექცევა. დღეს შეიძლება გონია რომ გაექცევა, მაგრამ ხვალ ვერ გაექცევა. გამორიცხული. ხო, არის რაღაცები, რა სხვათა შორის ზოგადად პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ყველა იმ კითხვაზე პასუხისმგებლობა აკისრია, რომელსაც ჟურნალისტი სვამს მაწინაშე, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების მიერ დასმული შეკითხვა. ჩვენ ხო ის ამბები მიგვაქვს და იმას ვკითხულობთ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა გამორიცხვის ნომერ პირველი. ეს აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების ყველა წევრმა უნდა იცოდეს, რომ ვალდებულია კითხვებს გასცეს პასუხი, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს. ახლა ზუსტად ის გინდოდა რამე კი რაღაც ის თქვა თუ მაქვს დრო ამისთვის, რომ კი, უბრალოდ პატარა მონაკვეთს ვაჩვენებთ. თუ ახლა ზუსტად არა, ჯობია რომ მე რა იყოს.
მაშინ ნახოთ ახლა ის მონაკვეთი ეპიზოდი და შემდეგ პირდაპირ გადმოვალ ეთერ თურათისა და შალვა პაპუაშვილის ეს კამათი გვინდა ახლა რომ გავახსენოთ საზოგადოებას. ეს კამათი მეც მახსოვს. ძალიან ბევრი ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული მუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ. იმიტომ რომ თქვენი ამ კანონით ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა. თუ ქართულ განმარტების ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის იქ აგენტი, პირდაპირ წერია რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწევებთ მაგ იარაღს. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი წინადადება. აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. წინადადება მაქვს ესეთი. მოდით დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე რომ მთელ რედაქციისთვის ხელფას ვარიგებდი, ალბათ 2011 წლისთვის, 10 წლისთვის როცა მუშაობდით. ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ. შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე. შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულად უცხოური ფუნით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა. კარგით? და მე ვიქნები მეოთხე, რომელიც ჩაწერს, რომ უცხოური ინტერესებისთვის მუშაობს. მე ამას არ ჩავწერ ბატონ შალვა. თქვენ ჩაწერეთ. მე როცა წინა ხელისუფლებას თქვენ ახლა მთელი დღე ლაპარაკობთ, აკრიტიკებთ ნაციონალურ მოძრაობას და ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, კარგი ბატონო. მე როცა წინა ხელისუფლებამ დევნიდა, მუშაობდი. კადრებში ვნახეთ სოზარ სუბარი, თქვენს გვერდით იჯდა და შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ. დიდი ცოდნა შეიძლება არ გაქვთ ჩვენთან დაკავშირებით, მაგრამ იგივე სამუდა მიხეილ სააკაშვილიც, რომ ვინ არის ბათუმელები, რომ მე რაღაც რეპრესიებს ვატარებდი. გადაამოწმეთ და მე როცა დავდებდი იმ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი პროფესიულად და ისინი მე დამსდებდნენ, დღისით ღამით მოსვენებას არ მაძლევდნენ, თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს. მე მაინტერესებს, ბატონო შალვა, ერთი რომ როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, როცა გასცემდით გრანტებს აქაურ NGO-ებზე, აიძულებდით თუ არა მათ, ითხოვდით თუ არა მათგან რომ ემუშავათ მათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის, თქვენ გაიძულებდნენ თუ არა რომ ემუშავათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის, იღებდით თუ არა შავფურს და მეორე, როცა ნაციონალურ მოძრაობა არავის არ ახარებდა თქვენივე სიტყვებით და ეხლა მას ეძახით, რას ეძახით ისა ომის პარტიას, ხო? თქვენ როგორ გაიფორმეთ ამხელა ქონება, მილიონებად ღირებული ქონება, ტყეზე, 10 ჰექტარ ტყეზე არის ლაპარაკი. ჩვენ ტექნიკური შეცდომა დაუშვით. ჩვენ ვართ მედია, რომელმაც ვაღიარეთ ეს ტექნიკური შეცდომა და თქვენ ეს გამოიყენეთ არაკეთილ სინდისიერად და იძახეთ, რომ აი ზუსტად ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონიო. არა ბატონო შალვა, ჩვენ საერთაშორისო აღიარებული სტანდარტებით მუშაობთ. ტექნიკური შეცდომა დაუშვით, მაგრამ თქვენ კანონი დაარღვიეთ, საგადასახადო კოდექსი დაარღვიეთ, ერთლარად შეიძინეთ 20 ჰექტარი ტყე და სახნავს ათესი, კახეთში, ალაზნის პირზე, ერთლარად. რატომ არ გააფორმეთ ბატონო შალვა ჩუქება და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები? რატომ შეიძინეთ ერთლარად? ეს კრიმინალია ბატონო შალვა, რა ჩაიდინეთ. თქვენ ხო ლაპარაკობთ ადეიშვილი კრიმინალიაო? შეიძლება მეც იგივე აზრზე ვიყო, იცი? ეხლა ნუ ერთი წამი. ეხლა ყვილს არ შემოწმეთ ბატონო შალვა, ყველას ხო უსმენთ? მე ხმა არ გამიღია, მიპასუხებთ მე. მე თქვენთან კითხვით დასასმელად არ მოვედი. არც იმის ესა მაქვს წარმოდგენა მაქვს, რომ თქვენ ეხლა დაგარცხვენთ. მაგრამ მე ჩემი გამოხატვის თავისუფლებით ვისარგებლებ. შეიძლება ადეიშვილი კრიმინალია, შეიძლება ადეიშვილმა შექმნა სისტემა, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც სასჯელახსრობის დაწესებულებაში დადიოდა პატიმრებთან ბატონო შალვა და აშუქებდა მათ მდგომარეობას. თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდის სპეცსამსახურები დაყრებოდნენ და არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით, არსად არ იყავით.
ეხლა მე ვარ ნაციონალური მოძრაობის რა ქვია მაგას რაღაცა რუსული ინტერესების გამტარი, ამას ხო ლაპარაკობთ. ყველაფერზე კი პასუხი. პრიმაკოვის ფონდი აქ როგორ აისახება? შემოდის რუსეთიდან ლეგალურად ფული, თქვენ ლეგალურად შემოსულ ფულს ებრძვით, იმიტომ რომ კი გინდათ გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკური განცხადებები. კი, თქვენ გამომიყვანეთ მე ჟურნალისტური სტანდარტიდან თქვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ეს ასლანაბაში მეძებაც კი ვერ შეძლო. მე კითხვების დასმის იქეთ არასოდეს არ წავსულ ვარ. თქვენ გინდათ რომ მე გავხდე აგენტია, თქვენ ამას ვერ ეღირსებთ. გასაგებია, ქალბატონო, გიპასუხებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო, აი ეს არის პრობლემა. როდესაც ნაცვლად ჟურნალისტიკისა გვაქვს პოლიტიკური პოზიციები, რაც საბოლოოდ არასოდეს არ მქონია პოლიტიკური პოზიცია. შეგიძლიათ სოზარ სუბართან მოიკითხოთ. კარგი. იაგო, ახლა გაძლევთ დროს იმისთვის რა რეპლიკაც გინდოდათ, შემდეგ კიდევ ერთი კითხვა მაქვს. კი ბატონო, აი ახლა ამ პაიქრობას უსმენდი ეთერსა და შალვა პაპუაშვილს შორის და სწორედ ამას გაურბის ეს ხელისუფლება. სწორედ ეს არ უნდა ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეთერ თურაძემ ჩაახედა შალვა პაპუაშვილი მრუდეს არკეშტი შეიძლება ასე ითქვას და მედია თუ განმაზოგადებთ ამ შემთხვევას, მედია არის ძალაუფლების აქტორებში მიძინებული სინდისის გამოღვიძების ხმა. მე შემიძლია ეს თქვა სრული თავდაჯერებულობით, იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია მართლაც არის უსინდისო ადამიანების გამოფხიზლების არაჩვეულებრივი ველი და არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი და საშუალება. და რა უნდა ამ ხელისუფლებას, როდესაც დამოუკიდებელ მედიას ებრძვის? პრინციპში ეს ტერმინიც კი, ეს სიტყვა წყობა, დამოუკიდებელი მედია არის ტავტოლოგია, იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამას. მედია თუ არსებობს, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, არადამოუკიდებელი მედია უკვე არის მედიის პროფანაცია, ხო? ისევე როგორც სახელმწიფო მედია არ არსებობს. ეს არის ოქსიმორონი სახელმწიფო მედია და სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ყოველთვის ყავდა სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები. მოკლედ, როდესაც აი ამ დამოუკიდებელ მედიას ებრძვიან, სინამდვილეში ეს არ არის მარტო მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ამ ბრძოლით, მედიასთან ბრძოლით, ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეების ზომბირებას. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა და რას გულისხმობ ამაში, რას ნიშნავს, ასე ვთქვა, ზომბირებული მოქალაქე. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ასე ვთქვა, ინფორმაციულ საზოგადოებაში, როდესაც ადამიანის სოციალიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი არის ინფორმაცია და არის ცოდნა, ხო? ესე იგი, ინფორმაციის საფუძველზე ახდენს ადამიანის საკუთარი ურთიერთობების აგებას ან კონსტრუირებას საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, იკეთებს კარიერას, შეიმუშავებს პოზიციას სხვა ადამიანების ან სხვა ჯგუფების მიმართ და ასე შემდეგ. ანუ ინფორმაცია არის, კიდევ ერთხელ ვმეორებ, ადამიანის სოციალიზაციის ძირითადი იარაღი და ძირითადი საშუალება და როდის ხდება ადამიანი ინფორმაციის ფლობის პოზიტიური მეპატრონე, როდესაც მას ჯერ საზოგადოება ყოველთვის განიცდის ინფორმაციულ შიმშილს და შემდეგ მას აქვს მოთხოვნილება, რომ განსხვავებული ინფორმაციების კრიტიკული შეჯერების საფუძველზე გამოიყვანოს ის, რომელიც მისთვის ყველაზე უფრო დამაჯერებელია, ხო? როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მას აწყობს, ის ამით ადამიანის გაღარიბებას ახდენს, საზოგადოების გაღარიბებას ახდენს და ადამიანს აიძულებს მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავოს. ნინო, მე და შენ იმ წინას საზოგადოებიდან მოვდივართ, საბჭოთა საზოგადოებიდან და არის შეიძლება ვიღაცებს კიდე ახსოვს აქ და ჩვენ გვახსოვს, ხო, რომ მოგვეწოდებოდა მხოლოდ ერთი რაკურსით ინფორმაცია, არ არსებობდა ალტერნატიული ინფორმაციის წყარო, ან ინფორმაციის ალტერნატიული წყარო. და ჩვენი ცნობიერება ხო რომ ვიხსენებთ, მე იყო პრინციპში ზომბირებული და ამიტომაც იყო რომ ადამიანები მუდმივად ეძებდნენ ალტერნატივებს, ან რადიო თავისუფლების, ან ამერიკის ხმის სახით და იყო ასე ვთქვათ, რაღაცა იატაკქვეშ ჩხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს გამოხატავდა ადამიანის ყოფიერების და მისი არსებობის შინაარსს, რომ ადამიანს სჭირდება მოისმინოს ალტერნატიული ინფორმაცია. ადამიანს სჭირდება რასაკვირველია და ამ ალტერნატიული ინფორმაციის კრიტიკული შეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თავად.
ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას თავად არ იღებენ და რომლებიც მოქმედებენ სხვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, არიან ზომბები. ჩვენ არ გვინდა, ჩვენ საზოგადოებას არ უნდა რომ იყოს ზომბირებული, ჩვენ საზოგადოებას უნდა რომ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და შემდეგ ამ ვთქვათ, ინფორმაციის საფუძველზე, ამ ინფორმაციების კრიტიკული შეჯერების საფუძველზე მართოს საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ურთიერთობა სხვებთან. აი ამას კეტავს ეს ხელისუფლება. აი ამას აბრკოლებს, ამას კლავს ეს პრინციპში კლავს ადამიანს, ადამიანის არსებობის წესს. ეგზისტენციალური პრობლემაა ეს, მოკლედ ამის თქმა მინდა და ეს არ არის მხოლოდ მედიაზე შეტევა. იაგო, ცოტა დრო დაგვჭა პირველი ნაწილის დასრულებამდე და ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა ყველაფერი იმის შემდეგ რაც მე მოვისმინე რაც აი ჩემმა მეგობრებმა შენ ყველაფერი რაც თქვით უკვე ხო გავიხსენეთ Washington Post-ი და ვთქვათ რიჩარდ ნიქსონის გადადგომის საკითხი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხები გაიხსენეს ჩემმა მეგობრებმა რა შანსი აქვს მაინც სახელმწიფოს რომ დაამარცხოს და მოკლას ადამიანი ასე პირდაპირ გაგებით არა თუმცა მოსპობით აი თავარი და მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ინფორმაციის და წყაროების მოსპობა იცით რა შესაქმე ჩვენ ამ გზაზე სამწუხაროდ უკვე ვდგავართ მოდის იმართოს თვარი გაუსწოროთ ხელისუფლება დღეს ებრძვის სწორედ ალტერნატივებს, ალტერნატიულ წყაროებს, იქნება ეს მედია, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული NGO-ები, როგორც თავში ვახსენე, იქნება ეს აკადემია, ასევე ხელისუფლებისაგან ავტონომიური და დამოუკიდებელი ხელოვნება, საკვირველია კულტურა, ანუ პრაქტიკულად არ დარჩა სოციალური ცხოვრების არც ერთი სფერო რომლის მიმართაც ხელისუფლებას არ ქონდეს აბსოლუტური მოთვინიერების მოთხოვნილება, აი მათი მოთვინიერების მოთხოვნილება. ამ გზაზე დგას ხელისუფლება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ არაჩვეულებრივ მედგარ წინააღმდეგობის მოძრაობას აი ამ სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართული ადამიანების და აქვე კომპლიმენტი უნდა უთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა აქ შედან წინააღმდეგობის ის მოძრაობა, რომელიც ამ სფეროში ჟურნალისტიკაში არის არის აღმაფრთოვანებელი პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვხედავ ეს რა სირთულეებზე გავლით ხდება, რა უჯდება ეს აი მოუსყიდველობა რა უჯდება მედიას და კი, რასაკვირველია ფინანსების თვალსაზრისით მთლიანად მოახრჩა ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედია. ხო, ან სულ ზღაფავს ჩვენ ვიცით რა ხდება, მე ვიცი პირადად თქვენ უფრო მეტად იცით რა ხდება ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით სხვადასხვა მედიაში, მაგრამ ეს ადამიანები არ ტყდებიან. ადამიანები არ ტყდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, არ ტყდებიან ჩვენ ვხედავთ ხელოვნებაში არაჩვეულებრივ სოლიდარობას. ეს არის გამოსავალი, სხვა არაფერი. წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა შენარჩუნდეს და უნდა გაძლიერდეს და რაც უფრო უკომპრომისო იქნება. როგორც კი ერთ კომპრომისს დაუშვებ, როგორც კი ერთ ნაბიჯს გადადგამ და რაღაცას დაუთმობ, შენ ორმაგად კი არა 10-მაგად დაზარალდები. ამიტომ ეს უკომპრომისობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით და ამ უკომპრომისობის გამოხატულებას ჩვენ ხვდებით ყველა ფეხის ნაბიჯზე, ხვდებით მედიაში, ხვდებით რუსთაველზე, რუსთაველის გამზირზე, ხვდებით ხელოვნებაში. იმედი მაქვს, რომ ახლა შევხვდებით ძალიან მედგარ წინააღმდეგობას აკადემიაში, რომელსაც მე წარმოვადგენ საუნივერსიტეტო სივრცეში. სხვა გამოსავალი, სხვა რეცეპტი არ არსებობს და მე იმედი კი არა მაქვს უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დემოკრატიული ცხოვრების 35 წლიანი გამოცდილება, ზიგზაგური გამოცდილება, რასაკვირველია თავისი შუქებით და თავისი ჩრდილებით იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ. არავინ არ დავთმობს, არც მედია, არც არავინ, არც აკადემია, არც სამოქალაქო საზოგადოება და მე ამას ვხედავ და მე ვფიქრობ, რომ გავალთ ბოლოში ისე როგორც საკმაო გზა გავიარეთ. ისე როგორც ეს დემოკრატიას ეკადრება, დემოკრატიული ცხოვრების წესს ეკადრება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. გადაცემის მეორე ნაწილში ნამახვანის თემას შევეხებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის დაკისრებულ ჯარიმაზე პასუხისმგებლად ქართული ოცნება მედიას და აქტივისტებს აცხადებს. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების ბრალებლობას ვერ აცნობიერებს საზოგადოების დიდი ნაწილიც. რა მოხდა ნამახვანში სინამდვილეში? ვინ გაფლანგა ჩვენი ფული? ნახეთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ.
ბრუნდებით ღია სივრცეში, როგორ იყენებს ნამახვან ჰესის პროექტის ჩაშლას ქართული ოცნება დამოუკიდებელი მედიის, უფლებადამცველებისა და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგილ ჰილსის მსგავსად ინვესტორთან დადებული კონტრაქტი მაშინაც არ იყო ხელმისაწვდომი. ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ სახელმწიფოს ინტერესი სათანადოდ იყო დაცული და ნამახვანის ჰესები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენდა. გასაიდუმლოებული კონტრაქტი მაშინაც ონლაინ მედია მოიპოვა და გაასაჯაროვა. ვისი ბრალეულობით გვიწევს 1 მილიარდიანი ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოდი ჯერ ხელისუფლების ვერსია მოვისმინოთ. ნამახვან ჰესის პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო NGO-ები და ეს ეგრეთ წოდებული NGO მედიები და საქართველოს იზარალა არა მხოლოდ პირდაპირ ამ პროექტის ჩაშლით, არამედ იზარალა ჩვენმა ეკონომიკამ და ჩვენმა მოსახლეობამ, იმით რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყეს. ყველას ვამხელთ, ვინც ჩვენ ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს. ჩვენ გვახსოვს მათ შორის არაერთი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობით არ დაინტერესებულმა მხარეებმა ფაქტობრივად ხელოვნურად შეუშალეს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას. თუნდაც და სახელმწიფო დღეს ჩვენ ამაზე ღიად საუბრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა არ დაუშვებს არც ერთ მცდელობასაც კი მათ შორის, რომ ნებისმიერმა ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ არაკეთილ მოსურნემ გაბედოს და კიდევ ერთხელ შეეცადოს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების თუნდაც რეპუტაციული ზიანის მიყენებას არათუ ხელშეშლას. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები: ნინო ბაქრაძე, აიფაქტის მკვლევარი, ლინა ღვინიანიძე, დამოუკიდებელი მკვლევარი და დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივას წევრი, წარმომადგენელი. დავით, დავიწყოთ თქვენგან. ჩვენ ახლა მოვისმინეთ, რომ პირდაპირ მკვლევარებზე, ონლაინ მედიებზე და ასე შემდეგ ადამიანებზე, ვინც ეწინააღმდეგებოდა რიონის ცველები ასევე, ამ ადამიანებზე იყო პირდაპირ აქცენტი გაკეთებული და ბრალდებათ მათ, რომ ჩაიშალა პროექტი, ანუ ნამახვან ჰესის კასკადების აშენების პროექტი სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით იქნა ჩაშლილი. და უზარმაზარი ჯარიმის, მილიარდიანი ჯარიმის გადახდაც სწორედ ჩვენ გვბრალდება, ანუ ადამიანებს, ვინც მუშაობდით ამაზე, ვინც კითხვებს ვამდით, ზოგ შემთხვევაში ვეწინააღმდეგებოდით და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეაფასებდით ამას? ვისი ბრალია? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. აი ხა რა სიუჟეტიც გავიდა და რაც კი ითქვა აბსოლუტურად აი დასაწყისიდან ბოლომდე ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და აბსოლუტურად 180 გრადუსით საწინააღმდეგო, რაც რეალურად ხდებოდა და ეს სინამდვილეში თვითონაც ძალიან კარგად იციან და ამაზე იმედია ვისაუბრებთ და გავარკვევთ. აი ხა რაც შეეხება აი უშუალოდ ჩაშლასთან დაკავშირებით, ხომ? ის რომ პირველ რიგში ხა ჩემთვის პირადად რატომ იყო ნამახვანის ხელშეკრულება კაბალური? იმიტომ რომ და ზოგადად როგორ აღვიქვავ კაბალურობას, ხო? როდესაც ხელშეკრულებაში განსაზღვრული არის ისეთი პირობები, რომ კომპანიას ამ პროექტის განხორციელებას ურჩევნია არ განახორციელოს, იმიტომ რომ უფრო მეტი სარგებელი ექნება, ეს არის ზუსტად კაბალურობა. ანუ რას გულისხმობ? და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ უფრო დეტალურად რა კაბალურ პირობებზე არის საუბარი, მაგრამ ის რომ კომპანიას ამ პროექტის განხორციელება არ სურდა, ეს გამოჩნდა უკვე მოგვიანებით 2021 წელს, როდესაც პირველი შეხვედრა ივნისში გაიმართა ნატახტაში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით ამ პროცესთან დაკავშირებით. როდესაც მათ პირდაპირ განუცხადეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, რომელიც მიმართული იყო და ეს პროცესი მიმართული იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად გამოსავლის პოვნისკენ, აი ამ პროცესში მონაწილეობაზე თქვა უარი კომპანია ენკა. და არა მარტო ენკამ თქვა. დავით, ესწრებოდით თუ არ ჩვენ ვიყავით ნაწილი ამ მედიაციის პროცესის და ეს არის ძალიან ესეთი აი რატომ ვახსენე ხო რომ ყველა სიტყვა ტყუილი იყო რაც სიუჟეტში გავიდა, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტროც იქ იყო, პრეზიდენტის აპარატიც მონაწილეობდა დამკვირვებელი სტატუსით, სახალხო დამცველის აპარატიც იყო აი ამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესის ნაწილი და ყველამ ძალიან კარგად ვიწოდით, რომ კომპანია ენკა სინამდვილეში
რასაც აკეთებდა, იყო ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება იმისთვის, რომ შეექმნა შთაბეჭდილება, შეეგროვებინა არბიტრაჟისთვის მასალები, თუ როგორ უშლიან მას ხელს მშენებლობაში. მაშინ, როდესაც ყველა ძალიან კარგად ხედავდით ბარიკადებს, ბლოკპოსტებს და მთელი დასავლეთ საქართველოს პოლიციის მობილიზებას იმისთვის, რომ ხელი კომპანიისთვის არავის არ შეეშალა და არც არავინ არ უშლიდა სინამდვილეში. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული კომპანიის მხრიდან რომ ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს. უბრალოდ პროტესტი რომ არ ყოფილიყო, იცით რა მოხდებოდა ნამოხვანზე. განა ნამოხვანი მართლა აშენდებოდა. პროტესტი რომ არ ყოფილიყო, ეს კომპანია კიდე მიჩიჩქნდა, მოჩიჩქნდა, გადათხრდა რაღაცეებს. ანუ გაწერდა თუ რამხელა ინვესტიციები გაწია მან და საბოლოო ჯამში მაინც იპოვიდა მიზეს, გავიდოდა არბიტრაჟში იჩილებდა და გაცილებით უფრო დიდ თანხას, ასე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვათ, აახევდა სახელმწიფოს, ვიდრე ის თქვათ დღეს არის. თუმცა ამ მიმართულებითაც მეეჭობა რომ ამხელა თანხა უნდა წაგვეგო და ეს კიდევ ერთი დანაშაული არის თვითონ მთავრობის, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მედიაციის პროცესში შევთავაზეთ რომ თუ დაიწყებოდა არბიტრაჟის პროცესი, იმიტომ რომ პირველივე შეხვედრიდან იყო ცნობილი უკვე პრაქტიკულად რომ არ შემოდიოდა თურქული კომპანია მედიაციის პროცესში და არც აპირებდა და აქედან გამომდინარე შევთავაზეთ კიდეც რომ დავეხმარებოდით სახელმწიფოს არგუმენტაციაში, იმიტომ რომ უამრავი დარღვევა იყო და დარღვევებით მიმდინარეობდა თუნდაც ის ჩიჩქუნის პროცესი, რასაც თურქული კომპანია ადგილზე ახორციელებდა. მაგრამ აქ კითხვას იმაზე კი არ სვავენ, რომ აი ეს კაბალური ხელშეკრულებაზე ხელი ვინ მოაწერა და მე როგორ მოხდა, რომ ეს ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა, ქალბატონ თურნავაზე მაქვს საუბარი, როგორ აღმოჩნდა დაწინაურებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. ნაცვლად იმისა, რომ პასუხი მოეთხოვათ იმ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და იმ კაბალურ პირობებზე. ამაზე არავინ არ სვავს კითხვას, რატომღაც აქცენტები უფრო უმჯობესია. არც გამოძიება, ალბათ როცა დაჭირდება, შეიძლება როგორც სხვა შემთხვევებში ნახეთ. ჩვენი დღევანდელი გამოცდილება ანალოგიურად გამოიყენებენ, მაგრამ ეს ხომ არის ელემენტარულად ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიასთან, რომლის წარმომავლობაზე კი არ იყო. წარმომავლობაზე რო აკეთებენ ხოლმე აქცენტს, რომ თურქულ წარმომავლობაზე კი არ იყო საქმე. ამ კომპანიის საქმიანობაც კი არ ქონდათ შესწავლილი. ამ ქონდათ და განზრახ გააკეთეს. რას ვსაუბრობ? ეს კი არის თურქული კომპანია, მაგრამ ის პორტფელში თუ ჩაიხედებით, ის საქმიანობს ძირითადად რუსეთში. მას აქვს რეაბილიტირებული რუსეთის დუმის შენობა. რუსეთის თავრობის სახლი, რამოდენიმე სამხედრო ობიექტი. ნუ აეროპორტებზე და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ კომპანიის პორტფელში უამრავი პროექტია და არც ერთი ჰიდროელექტროსადგური. არც მცირე, არც პატარა, არ დიდი, არც არანაირი. არც ერთი ჰიდროელექტროსადგური. და აი ამ კომპანიასთან აფორმებენ აი ასეთი ტიპის ხელშეკრულებას. და ეხლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? ეხლა რუსეთის დუმის შენობის რეაბილიტაციაზე ვიღაცა კომპანიას არავინ არ ანტობს, ხო? რა კავშირებზე არის საუბარი? და აი ამ კომპანიასთან აფორმებენ აი ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას და თან იმედი აქვთ და ჩვენ გვაბრალებენ ასე რომ ვთქვათ პროექტის ჩაშლას, როდესაც თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ და მედიაციის პროცესში აცხადებდნენ, რომ სინამდვილეში ამ კომპანიას არანაირი პროექტის განხორციელება არც სურდა და არც აპირებდა, არც ქონდა დაგეგმილი. და ეს ხელშეკრულებაც იგლ ჰილსის, აი ამ არაბული ქალაქების პროექტის მსგავსად არ იყო ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ბევრი მედია ვითხოვდით მაშინ და პირველად ხო მოიპოვა ბევრი წლების შემდეგ, როგორც ვიცი. მოიპოვა, სწორედ აი ამაზე მინდა ახლა გავამახვილოთ ზუსტად ყურადღება, რომ ძალიან დიდხნიანი შრომის შედეგად მოახერხე, რომ ეს ხელშეკრულება მოგეპოვებინა და რა იყო, რაც აღმოაჩინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გინდოდა რომ საზოგადოებას გაეგო. მადლობა რომ აქ ვარ. მადლობა ამ თემის გახსენებისთვის. ამ კონტექსტში საკმაოდ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რა მოხდა ნამახვანის შემთხვევაში. მოკლედ ჩვენ გუნდი ვცდილობდით ამ ხელშეკრულების მოპოვებას სადღაც 3 თვე დაახლოებით გვქონდა ეს კომუნიკაცია სამინისტროსთან, მუდმივი და მე როგორც გავიგეთ, რომ მოვიპოვეთ, მე გავიგეთ რაღაცა ესე პირადი კომუნიკაციით, რომ
რაღაცა წინა საახალწლო დღეები იყო, როცა მოგვცეს 30 თუ 31 დეკემბერი იყო და ჩვენც ძალიან გაოცებული ვიყავით, იმიტომ რომ ყველა ამაზე ძებდა და ჩვენ რატომ მოგვცეს უცებ ვერ გავიგეთ, მაგრამ ესე გამოაღწია მე ხმებმა, რომ ამ ვინც იყო გამცემი პირი, მოკლედ მას ჰქონდა კომუნიკაცია ზემდგომებთან, როგორც ხდება სამინისტროში, ანუ ვინც არის კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი, ის არიღებს ამ გადაწყვეტილებას, ვის რა დოკუმენტი მისცენ და როგორ და ქონდა კომუნიკაცია ზემდგომებთან, უთხრა რომ ძალიან დიდი ხანია ყოველდღე გვირეკავენ 3-4 ჯერ და რა ვქნათ და კაი ჯანდაბას მაგათთავი მიეცითო. და ეგრე მოკლედ მოხდა ეს დოკუმენტი ჩვენს ხელში. რაც ეწერა ამ დოკუმენტში, ანუ ეს ელექტროენერგიის მოპოვების გაყიდვის პირობები, ტარიფები, ეს ყველაფერი იყო. ნუ ჩვენ არა ვართ იურისტები და მე ბევრმა იურისტმა გააკეთა მათ შორის მაშინდელმა EMC-მ გააკეთა შეფასება იურიდიული რა იყო სამართლებრივი თვალსაზრისით ამ დოკუმენტის ხარვეზები, თუმცა ჩვენთვისაც როგორც თქვა ჟურნალისტებისთვის ერთი შეხედვითაც რომ გადავიკითხეთ კონტრაქტი, უკვე ცხადი იყო რომ იქ იყო ბევრი ისეთი პირობა ჩადებული, ყველაზე ალბათ ისეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი იყო ამ ელექტროენერგიის მოპოვების განაწილების, თქვა საქართველოს რამდენი უნდა დარჩენოდა ამ ელექტროენერგიიდან ჩვენს ელექტროსისტემაში რამდენი უნდა დარჩენილიყო, რა ფასად უნდა დარჩენილიყო, რა ფასად უნდა გაეტანა ინვესტორ კომპანიას, ვთქვათ, გარეთ, როცა გაყიდვაზე მიდგებოდა საქმე, ეს პირობები საქართველოს მხარისთვის არ იყო მომგებიანი. და ეს შემდეგ, ვთქვათ, ყველა იურიდიულმა შეფასებამ ეს ნაწილი და მე ქართულ ოცნებამაც თვითონ დაადასტურა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არ იყო მომგებიანი კონტრაქტი ჩვენი მხარისთვის. ხო, ნუ ეს იყო პროცესი, რაც თქვათ ამ კონტრაქტის მოპოვებას ახლდა გარშემო. თუ მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც გავიგეთ, რომ აი ფაქტმა შეძლო და მოიპოვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი თავისთავად ხელშეკრულება. და ახლა ნუ გვაბრალებენ, რომ ეს რაღაცა წინასწარ განზრახული საბოტაჟი, ჩავაგდეთ პროექტი და რომ ამის უფლებას აღარ მოგცემენ Eagle Hills-თან დაკავშირებით. პროექტი ჩააგდეს მათ თვითონ, ჩვენ ჟურნალისტებს, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა პირდაპირ, რაც არის, რომ მოვიპოვეთ ინფორმაცია და გავავრცელეთ ის, ანუ პირდაპირის სახით. პირდაპირ დოკუმენტი გავავრცელეთ, არც ინტერპრეტაცია მიგვიცია ჩვენი არანაირი შეფასება, არც არაფერი, გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი. პროექტი ჩაშალეს მათ თვითონ, იმიტომ რომ მე ვნახეთ რა ინტერესებიც და როგორი თამაშიც გათამაშდა საბოლოოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, ხომ? მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული და ჩემი პროფესიული ინსტინქტი მანიშნებს, რომ Eagle Hills-იც არის ისეთივე აფიორა, როგორიც იყო ნამახვანი. და ეხლა ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ, რომ არ მოგცენ უფლება, რომ ჩვენ Eagle Hills-ზე მოვამზადოთ გამოძიება, მოვამზადოთ სიუჟეტები, მოვამზადოთ სამართლებრივი შეფასება, როცა ამის დრო დადგა. ანუ ძალიან მაინტერესებს აი კონტრაქტი მთლიანად გასაიდუმლოებულია. არავის არ აქვს. კონტრაქტი მთლიანად გასაიდუმლოებულია, მაგრამ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია არ არის გასაიდუმლოებული. და ამ კომპანიის შესახებ ბევრი რაღაცა იძებნება. კი, აი ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში სწორედ ეგ ქონდა. მაინტერესებს აი როგორ შემიშლიან ხელს, რომ მე ეს ინფორმაცია არ მოვიძიო. მოდით მაინც ნუ უკარნახებთ. სხვათა შორის გელა თბილისშვილმა გელამ მაშინ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მოიპოვა, რამდენადაც მე მახსოვს, სადაც იყო დადებული ეს იყო დასკვნა ენკასა და საქართველოს მთავრობას შორის კონტრაქტის გაფორმებამდე შენიშვნების დოკუმენტი. რა იყო ამ შენიშვნების დოკუმენტში მნიშვნელოვანი? ისეთი, რომელსაც თქვათ, ისეთი, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო უკვე გაფორმების შემთხვევაში. ხო, ნინომ როგორც თქვა, მე ახლა წხედავ ბევრ მსგავსებას Eagle Hills-ის ამ პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს ორი ახალი ქალაქის და დასახლების მშენებლობას, კრწანესის ტყეპარკსა და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე. მოკლედ მსგავსებას ვხედავ ამ პროექტს და ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტ შორის რა მსგავსებას ვხედავ. ანუ ნამოხვანის ჰესების კასკადი თვითონ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა
ეს პროექტი, ანუ ნამოხანის ესების პროექტი ისევ რატომ მოაქციეს დღის წესრიგში, არც არასდროს ჩაუხსნიათ, სულ ცდილობენ ამით თითქოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას, ხო? არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, მაგრამ აი ახალაც იმიტომ წამოჭრეს, რომ ხედავენ რისკებს, იმიტომ რომ Eagle Hills-ის ხელშეკრულება საერთოდ კომერციულ საიდუმლოდ ცნეს, იქ ხომ ბლოკავდნენ, ოღონდ ის საჯარო ინფორმაცია იყო და აქ ის იმ რისკის წინაშე რო არ დადგნენ, რომ რამენაირად მოიპოვოთ მრავალთვიანი დავის ბრძოლის ყოველდღიური დარეკვის თუ სხვა გზებით მოქმედების შედეგად საერთოდ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიეს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე დოკუმენტი, ხო? ერთი, მეორე ამბავია, რომ ესენი ყოველ დღე გამოდიან და აცხადებს ყოველ დღე, ანუ არ ვიცი, ივანიშვილის მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ეკონომიკის მინისტრით დამთავრებული, ფაქტობრივად გაყიდვების მენეჯერებად და PR მენეჯერებად არიან ამ კომპანიის და ამ არაბული ქალაქების ანუ არ ვიცი, ანუ იქ გაწყვეტილების მიღებაზე ვეღარ დაგრჩება შტაბ-ჟლია, იმიტომ რომ გამოდიან და პირდაპირ იმ ციფრებით გელაპარაკებია, რა რამდენი გაიყიდება, რამდენი კვადრატული მეტრი იქნება და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი ჰიპოთეტიურად არა, ოღონდ მე არანაირი რწმუნება არ მაქვს ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, იმიტომ რომ ესენი ფლობდნენ ძალაუფლებას და ესენი იყვნენ გადაწყვეტილების მიღები პირები ნამოხანის ესების კასკადის პროექტის შემთხვევაშიც, სადაც თქვენ წეგან თქვით და მე ეს ამოვიწერე, ანუ კონტრაქტი ნამოხანის ესების კასკადის მშენებელ ინვესტორ, ეგრეთ წოდებულ ინვესტორ კომპანია ენკას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა 2019 წლის 25 აპრილს და იუსტიციის სამინისტროს დასკვნა არის დათარიღებული 2019 წლის 30 მარტით, ანუ ვიდრე კონტრაქტი გაფორმდებოდა, კონტრაქტის პროექტის სამართლებრივი შეფასება განახორციელა იუსტიციის სამინისტრომ, აქ ხაზი მინდა გაუსვა, რომ მაშინ რეჟიმი ქართული ოცნება კი იყო მაშინაც ხელისუფლებაში, მაგრამ რეჟიმი არ იყო ასეთი დიქტატორული. ანუ 6 წლის წინ, ანუ მნიშვნელოვნად განსხვავებული ვითარება გქონდა ჩვენ ქვეყანაში. ყველა ინსტიტუცია ჯიბეში არ ქონდათ ჩასმული, არ იყო მოშლილი ასეთი უკონტროლო ვითარება არ ქონდა და ანუ ასეთი მძიმე ვითარებაში ჩვენ მაშინ არ ვიყავით შესული. სხვა ჯერში ენკას წარმომადგენლები და თავად ნათია თურნავაცკი მოვიდა მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში პასუხი კითხვებზე. ცალმხრივად დაჭდა მაშინ. თუმცა მე იმის თქვა მინდა რომ ახლანდელ პირობებში იუსტიციის სამინისტრო კი არა, ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ინსტიტუცია ვერ გაბედავს იმ კონტრაქტზე განსხვავებული აზრი დააფიქსიროს. არათუ სამართლებრივი შეფასება, რომელზეც კობახიძე PR მენეჯერად და გაყიდვების მენეჯერად არის გადაქცეული, ხო? მაგრამ ეკა როგორ მოხდა ნამოხვანში, ეგეც ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, მაგაზე შენისაუბრე, დავით. თვითონ ეს დასკვნა მოიცავდა 22 კრიტიკულ შენიშვნას. და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავრობა, ანუ იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად მთავრობას, რომელიც ამ მინისტრთან ხელშეკრულების გაფორმებაზე იღებდა პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, მოუწოდებდა, რომ საკითხები ანუ ესე იგი, მოკლედ, საკითხები უნდა ფორმულირებულიყო იმგვარად, როგორც სწორედ საზოგადოებრივი ჯგუფები ითხოვდნენ. ანუ იუსტიციის სამინისტროს სამართლიანად მიიჩნდა მაშინ იმ ჯგუფების პრეტენზიები, სამართლიანი პრეტენზიები და მოთხოვნები, რომლებიც ნამოხანის ესების მშენებლობას აპროტესტებდნენ იმ ფორმით, იმ პროექტის მიხედვით, რა ფორმითაც ის არსებობდა და რა პროექტიც იდო მაგიდაზე. მაგრამ რამდენიმე ამოვიწერე, რამდენიმე შენიშვნა ეს კონტრაქტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში აკისრებდა მთავრობას. ანუ ეს წინასწარ იყო განჭორეტილი და განჭორეტადი, კიდევ რომ ნამოხან ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტა სახელმწიფოსთვის მძიმე ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობდა და დღეს უკვე აი ამ შენიშვნებიდან, რომელიც სამართლებრივი დოკუმენტის სახით მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ უწინასწარმეტყველა თავისივე მთავრობას წერილობით 6 წლის თავზე ჩვენ გვიწევს სულ მცირე 1 მილიარდი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა და ვინ იხდის ამას? სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც ეხლა ამურთულოს პირობებში და ვითარებაში ვავსებთ თითოეული გადამხდელი. ამაშია საქმე, რომ წეგან მომობდი, რომ მე არანაირი რწმუნება არ მაქვს. ეხლა რომ გამოდიან და განცხადებთ, რომ თუ რამე გასაჯაროებელი იყო, ჩვენ უკვე გავასაჯაროვეთ და ამ კონტრაქტში საუბარი არის არაბული ქალაქების პროექტების კონტრაქტში. არაფერი დასამალი აღარ არის. მე არ ვიცი იქ რა წერია. მე რატომ უნდა დავუჯერო ან კობახიძეს, ან სარჯველაძეს, ან რა ვიცი, იგივე მთავრობის წევრებს.
მაშინაც ამ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელს აწერდა მინისტრის მოადგილე სარჯველაძე, რომელიც დღეს მოქმედი მთავრობის წევრია, ხო? ივანიშვილის ამჟამინდელი მთავრობის წევრი. გასაგებია, რომ მაშინ ასეთი დასკვნა დაწერა, მაგრამ ხმა ხომ არ ამოუღია, როცა ეს დასკვნა გაასაიდუმლოეს, როცა ჩვენ ამ რისკების 1 მილიარდიანი ჯარიმის გადახდის რისკის წინაშე რომ დავდგებოდით და დავდექით აგერ, ხმა ხომ არ ამოუღია, რომ არ გავრცელებულიყო და არ გამოსულიყო და არ მოგვეპოვებინა ეს დასკვნა. ამიტომ შეიძლება იგლი ჰილსის პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც გვემუქრება მნიშვნელოვანი რისკები და ჯარიმები, როგორც ნინომ თქვა და ბევრი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ აფერისტობა ფულის გასათეთრებლად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის და წინა გადაცემაში აგერ მე მოვყევი ამ ეთერში იგლი ჰილსის ემარის საერთო და პრობლემურ გამოცდილებაზე მსოფლიოს არაერთ და მრავალ ქვეყანაში. ოღონდ თუ კი ჩვენ საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეთ გადამხდელები, ჯარიმის გადამხდელები, შესაბამისად კონტრაქტის ნებისმიერი პუნქტი უნდა ვიცოდეთ, ყოველ შემთხვევაში 20% შეიძლება იყოს, თქვა რაღაც კომერციული საიდუმლოება, მთლიანი კონტრაქტის, მაგრამ დანარჩენი 80-ის დაობაზე მაინც უნდა კონდეს საზოგადოებას თავისთავად ცხადი ასე. ერთი როცა ამბობს ეს მთავრობა ახლა ხო ამბობენ რომ ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წილი, მიწა უნდა ჩაიდოს როგორც სახელმწიფოს წილი, ხო? თუ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემი ქვეყანა რაღაც ჩემს საერთო რესურსს სადღაც ჩურთავს რაღაცა შეთანხმებაში. რატო არ უნდა ვიცოდე მე იმ შეთანხმების დეტალები? თუ იქ ჩემი ქონება შედის როგორც რაღაცა კაპიტალი, ხო? ნინო, მაშინაც ასე შეჩურთეს მთელი რიონის ხეობა, თავისი სოფლებით. აი ერთ ბოდიში ძალიან მარტივად ვიტყვი, აი რა შეიძლება იყოს პრობლემური და რაც იქნება დარწმუნებული, იმიტომ რომ იგივე არის აბსოლუტურად ეს კონტრაქტიც რა. კომპანია ენკას, უბრალოდ ენკა რენიუბლზის გაკოტრება დაზღვეული იყო სახელმწიფოსგან ნამახვანის ხელშეკრულებაში. რას გულისხმობ დაზღვეული იყო? პირდაპირ ეწერა რომ ენკას გაკოტრების შემთხვევაში ენკას მიერ აღებული ყველა სესხი და ენკას მიერ გაწეული ყველა დანახარჯი ამ პროექტთან მიმართებაში გადაებარებოდა სახელმწიფოს. ეს პირდაპირ ეწერა. რატომ გონია რომ იგივე არ წერია იგლ ჰილსის შემთხვევაში, რომ იგლ ჰილსმა რომ ვერ ააშენოს სახელმწიფო, თან სახელმწიფო შედის წილში, ხო? აქაც რომ გადმოიბარებს სახელმწიფო და თქვა იგლ ჰილსი თქვა ბანკიდან აიღებს სესხს რაღაც კორპუსების ასაშენებლად და ვერ ააშენებს, რავი დაენგრევა და 1000 რაღაცა შეიძლება მოხდეს მშენებლობის პროცესში, რატომ არ შეიძლება იგივე ეწეროს იქაც? დარწმუნებული ვარ წერია კიდეც. ეს ენკარინიუბლსთან ხელშეკრულებაში პირდაპირ ცალსახად წერია. გაკოტრების ნაწილი ცალკე იყო და კიდევ უამრავი. მაგალითად ის რომ სახელმწიფოს პირდაპირ ფული უნდა ეხადა, უბრალოდ კომპანიას უფლებას აძლევდნენ რომ ბანკის ანგარიში გაეხსნა უცხო ქვეყნის ბანკში და ამ შესყიდული დენის ფული პირდაპირ სახელმწიფოს უნდა ჩაერიცხა იქ და რა განსხვავება აი მაშინ ვსვავდეთ კითხვას, რა განსხვავება არის ახლა იმპორტირებული დენის სიყიდი და ფულს გადარიცხავს საზღვარგარეთის ბანკში თუ ნამახვანის დენის სიყიდი და ფულს გადარიცხავს საზღვარგარეთის ბანკში. ამაზე ცალკე გადაცემას უნდა ნამდვილად დათქმები და პირობები ნინო ძალიან ბევრი იქნება ამ კომპანიასთან, ამ არაბულ კომპანიასთან კონტრაქტშიც, რის გამოც ცნეს სინამდვილეში საიდუმლოდ და არა იმის გამო, რომ თითქოს ამ კომპანიას რამე აქვს დასამალი, იმიტომ რომ ის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილება ბევრ ქვეყანაშია, ხო, იგლი ჰილსი წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ და დეტალურად გავეცანით დაწურლებით. აქ ხომ არის 33% სახელმწიფო წარმოდგენილი იმ ერთობლივ საწარმოში და დანარჩენი 67%-ამდე ეკუთვნის იგლ ჰილს, ხო? დაახლოებით იგივე პროცენტული რაოდენობა ნაწილდება სხვა ქვეყნებში. ანუ ესენი ამბობენ, რომ ეს კომერციული საიდუმლოებად იმიტომ ვცანით კონტრაქტია, რომ იგლ ჰილსი არ დაზარალდეს სხვა ქვეყნებში, სადაც შეიძლება სხვა პირობებით უნდადეს პოზიციონირებაო და სინამდვილეში არაფერი დიდად არ იცვლება. იქ არის დასამალი დიდი ალბათობით პირობები, რაც იყო, როგორც წეგან ნინომ თქვა, მართლა ეგ სიტყვა რომ შეჩურთეს მთელი ეს კრწანისის ტყეპარკი და გონიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, ჭოროხის დელტა, გონიოს სამხედრო პოლიგონი ხომ არ არის მარტო უნიკალური გარემოს დაცვითი ეკოლოგიური და ბუნების კუთხით უნიკალური ტერიტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაშია ასე ფორმირებული და ჩამოყალიბებული და უმნიშვნელოვანესი მსოფლიო და კრწანისის ტყეპარკი, რომელიც აი უკანასკნელ დღეებში რაც ხდება თბილისში, აივანზე, ეზოში კი არა. აივნის კარს რომ ვერ გამოაღებ, ისეთი ჰაერია რომ არ ვიცი ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით მიდრეკილები რო ვართ ამგვარი რისკების და ხიფათების მიმართ, უამრავ პრობლემას ქმნის და ეხლა ერთი ეს აღებული მწვანე სივრცე, რომელიც რაღაცნაირად
ერთი მხრიდან წამოსული ქარების შემთხვევაში მაინც გვიცავს როგორც რუსთავიდან თბილისისკენ, ისევე თბილისიდან რუსთავისკენ წინა გადაცემაში შესანიშნავად ახსნა ეს გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ. ამასაც სპობენ და ჩურთავენ, ისე როგორც შეჩურთეს ნამუხანის ესების პროექტში მთელი რიონის ხეობა, თავისი სოფლებით, ტყით, მდინარის ხეობით და ასე შემდეგ. ცხენისწყალი. მინასთან უნდა გადავიდე აუცილებლად. ლინა, თავიდანვე აქტიურად იყო EMC, მაშინ ჩართული ნამახვანის ჰესთან დაკავშირებით იმ პრობლემების გაცნობაში, საზოგადოებისთვის მიწოდებაში, თვითონ იმ ადამიანებთან მუშაობდით ძალიან ბევრს, რომლებიც იცავდნენ მაშინ რიონის ხეობის მცველებს. აი ეხლა რა მაინტერესებს საერთო წერტილები, რაც შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ ამ დიდ თითქოს ორ პროექტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, რა არის საერთო და რატო იწყება ყველაფერი მაინც დისკრედიტაციით, მაშინ როდესაც რიონის მცველებს უცბად დააბრალეს, რომ ისინი რაღაცა გაურკვეველი რუსული ძალის მიერ იყვნენ მართულები. მაშინ როდესაც ენკა აშენებდა აგერ დუმას, რუსეთის დუმას, შერემეტ 58 პროექტიდან 17 იყო მხოლოდ 58 იყო რუსეთში. 176 პროექტია განხორციელებული, 58 რუსეთში, 17 თურქეთში. და ამასობაში ჩვენ ვიცოდით რომ ეს იყო თურქული კომპანია და აღმოჩნდა რომ ეს თურქული კომპანია ნორვეგიული, მაგრამ ნორვეგიული იქ არაფერი არ აქვს. ხო, ნუ რაღაცა ნაწილი. ყოველ შემთხვევაში ესე ძალიან ცუდია, როცა ჩვენ არ ვიცით ვინ აპირებდა თუნდაც რაღაცის აშენებას ჩვენს მიწაზე და აი დღემდე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია რომელიც კი ბატონო. კი ვეცდები რომ Eagle Health-ის საკითხსაც დაუბრუნდეთ და კომერციულ ხელშეკრულებას, სრულად კომერციულს, რომელზეც თქვენს თქვით და არ უნდა ამას სამართალი, არ სჭირდება ამას სამართალი. ძალიან ცხადია რომ წარმოიდგინეთ, როცა სახელმწიფო საჯარო რესურსებით შედის რაღაცა ურთიერთობაში, ხელშეკრულებაში, ანუ ხელისუფლება ბედავს და გვეუბნება რომ ეს არის Eagle Health-ის კომერციული საიდუმლო. ანუ შეუძლებელი და ყველაფერი რაც იქ წერია, თურმე არის Eagle Health-ის კომერციული საიდუმლო, რაც არის დაუსაბუთებელი, გაუგონარი სამართლისთვის, ლოგიკური აზროვნებისთვისაც და გასაგებია რატომ სჭირდება ეს, ხომ? ქართულ ოცნებას იმიტომ რომ ერთადერთი რაც გახდა მაშინ რიონის ხეობის მოძრაობისთვის და ჩვენთვის მყარი წყარო არგუმენტებისთვის ეს იყო ხელშეკრულება და იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდა, სადაც დასაბუთდა ის რომ ეს კითხვები იყო სწორი. ეს კითხვები იყო მართალი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნამახვან ჰესის პროექტზე ვსაუბრობ დღეს ამ კონტექსტში, იმიტომ რომ პირველი ქართული ოცნება დღეს ცდილობს გადაწეროს ნამახვან ჰესის ისტორია, სადაც გამოჩნდა მისი პასუხისმგებლობა, სადაც გამოჩნდა რომ მან მთელი ეს პროექტი ხალხისგან მალულად გააკეთა უკანონოდ, მეტიც არა მხოლოდ როცა ვლაპარაკობთ უკანონობაზე, ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ რაღაც ფორმალურ პროცედურულ უკანონობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ და ამას ამტკიცებს ხელშეკრულება. ხელშეკრულება მაჩვენა, რატომ მალავდა მას ქართული ოცნება თავის დროზე, სწორედ იმიტომ და აქ ვისაუბრეთ უკვე ამაზე, აქ იყო დათმობილი სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ამას ვამბობდით, კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ყველა რისკი, ყველა ფინანსური თუ ფისკალური რისკი, სამართლებრივი რისკი სრულად ჰქონდა აღებული სახელმწიფოს, რაც არის კაბალური, რაც არის შეუძლებელი, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლიანი სახელმწიფო საკუთარი ბიუჯეტის, საკუთარი ხალხის, საკუთარი რესურსების წინაშე ესეთი ფორმით შევიდეს ხელშეკრულებაში და პრინციპში რაც ხდება ეხა სავარაუდოდ არბიტრაჟში, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ზუსტად, რომ ერთ-ერთი სცენარი რომელიც შეიძლებოდა ამ ცუდი ხელშეკრულების გამო ჩვენს ქვეყანას დამართნა და სწორედ ის ხდება სავარაუდოდ პროტესტი არის მიჩნეული პოლიტიკურ ფორს-მაჟორად, რომელიც არის დაზღვეული განუსაზღვრელი თანხებით და ეს მილიონები მთლიანად ეს პროცესი, რომელშიც ახლა ვართ, ალბათ გაგრძელდება, ხომ? ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ამის გადაწერას ცდილობს დღეს ქართული ოცნება. და კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი ნამახვან ჰესთან კავშირში ვილაპარაკოთ და ეს გამოცდილება გავიხსენოთ, არის სწორედ ის პროცესი, რომელშიც შევდივართ. Eagle Health-ი არის ერთი მაგალითი, თუმცა აქ არ დასრულდება ქართული ოცნების ვნება რესურსების ათვისებაზე და ის გვიანონსებს პრინციპში, ანონსებს ნამახვან ჰესს კიდევ ერთხელ და სხვა დიდ ენერგო და არა მხოლოდ ენერგო ინფრასტრუქტურას.
რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ ავტორიტარიზმი, რომელსაც ის ამყარებს, მას ჭირდება გარკვეული ტიპის საწვავი, ეს საწვავი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის რესურსები და რატომაც ცდილობს ასევე ქართული ცნების ისტორია გადაწეროს არის ის, რომ ის დამარცხდა თავის დროზე ნამახვან ჰესის საკითხში, დამარცხდა ის არგუმენტები, რომელსაც ის ამბობდა და ვერც ამბობდა. ბოლომდე გაცხადდა, როგორი უპასუხისმგებლო, როგორი უკანონო იყო მისი ქმედებები აქ და სწორედ ამიტომ უჩნდებათ ადამიანებს კითხვები იგილ ჰილსის ხელშეკრულებაზე, იმიტომ რომ აი რა აჩვენა ნამახვან ჰესმა, ხომ? პირველი აჩვენა ის, რომ ამ პროცესმა მთლიანად პირველი აჩვენა ის, რომ ქართული ოცნება არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა. და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ დღეს შემდგარ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზე ქართული ოცნების ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს იყო 5 წლის წინ, მაშინაც კი ქართული ოცნება ბედავდა ესეთი ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულებები დაედო. და ხელშეკრულებამ ეს აჩვენა, ის მანიპულირებდა სახელმწიფო ინტერესებით. ალბათ გახსოვთ, აი სანამ განსაკუთრებით ხელშეკრულება გამოქვეყნდებოდა, ის ამბობდა, რომ ეს არის ყველაზე სახელმწიფოებრივი პროექტი, რომელშიც ვიღაცები დასაქმდებიან და უამრავი არგუმენტი ქონდა ჩამოთვლილი და ხელშეკრულება ხეობა გაცოცხლდება მე მაგას. ხეობა გაცოცხლდება, ეს იყო განვითარების გზა, არა, ხელშეკრულება, ანუ რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, დავამუშავეთ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოქვეყნა კიდეც ამაზე თავისი შეფასება, ეს ხელშეკრულება ამბობდა, რომ არაფერი სახელმწიფოებრივი გარეწერა პირიქით. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, მას არანაირი კავშირი ენერგოუსაფრთხოებასთან არ ჰქონდა, მეტიც ის თმობდა უამრავ რესურსს და მეტიც ის ძალიან დიდ ფისკალური რისკების წინაშე აყენებდა სახელმწიფოს, რაც გაცხადდა კიდეც, ხომ? მეორეს მხრივ ჩვენ ნამახვან ჰესის პროექტთან კავშირში დავინახეთ არა მხოლოდ ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივი ბუნება, მისი ანტისახალხო და ანტისოციალური ბუნება, რომელიც კიდევ უფრო მძიმე გახდება მომავალში, ეს ავტორიტარიზმი ერთ დღეში არ შენდება. ავტორიტარიზმის მშენებლობის ერთ-ერთი ეტაპი იყო ის, როგორ ექცეოდა საზოგადოებას ხელისუფლება და როცა ვლაპარაკობ, რომ ეს იყო ანტისახალხო, რატომ? იმიტომ, რომ ამ ხელა პროექტი მათ გააკეთეს ხალხი სრული გათიშვით თავის დროზე და ეს არის ის, რასაც იგილ ჰილსის შემთხვევაში აპირებენ. და მეორეს მხრივ ყველა რეპრესიული მექანიზმი მაშინ გამოიცადა რიონის ხეობის მოძრაობის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს უპრეცედენტო საპოლიციო ღონისძიებები თვეების მანძილზე, რომელიც ხეობაში იყო იმისთვის, რომ თურმე ამ ადამიანების სამართლიანი კითხვები ყოფილა სამართლიანი, თურმე ამაზე პასუხი არ ჰქონდა ხელისუფლებას, ამიტომ ის დევნიდა და ის რეპრესიას იყენებდა მთავარი არაღად. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამიტომ ის შიშების კითხვები, რომელიც ჩდება მაგალითად იგილ ჰილსთან მიმართებაში და აუცილებლად გაჩნდება ძალიან ბევრ სხვა პროექტთან კავშირში, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის რესურსების ხარჯვას, იმიტომ რომ როგორც ნამახვანის დროს უნდა გვცოდნო და ასევე იგილ ჰილსის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რა არის ხარჯი, რომელსაც გასწევს ქვეყანა, რა არის ეკოლოგიური ხარჯი. ეს არის ძალიან დიდი ეკოლოგიური ხარჯი. რომელიც ხელშეკრულების გაცნობის გარეშეც კი ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს რომ ჩადოს, აბსოლუტურად შეუფასებელი, უნიკალური რა არის სოციალური ხარჯი, რა არის ეკონომიკური ხარჯი, რა არის სარგებელი. საერთოდ რა პროექტია, რატო აკეთებს ამას სახელმწიფო? ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ინვესტიცია ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში და არაფერი არ ვიცით მასზე და გვეუბნებიან, რომ ეს უნდა მივიღოთ. თქვენ წეღან აჩვენეთ ვიდეო ეკონომიკის მინისტრის, რომელიც ამბობს, რომ არც კი გაბედოთ. არა თუ არც ერთ შემთხვევაში. ანუ ფიქრიც კი არ გაბედოთ ამაზე. არც კი გაბედოთ კითხვის დასმა, იმიტომ რომ ეს გონიათ, რომ ეს რიხი არ ქონდათ ნამახვანის დროს, როცა ძალიან დასუსტდა მათი პოზიციონირება. ეს რიხი, რა თქმა უნდა, მოკრებილი აქვთ, იმიტომ რომ შემდგარ ავტორიტარიზმში ვცხოვრობ დღეს უკვე და იმას, რასაც მაშინ პერიფერიაში აკეთებდნენ ნამახვან ჰესის მოძრაობის წინააღმდეგ, ეხლა ამას აკეთებენ ყველას მიმართ. მაშინ თუ ისინი იყვნენ განსადევნები და ქვეყნის მოღალატეები და ინტერესების დამზიანებლები, ხა ყველა არის თურმე ეს, ყველა ვინც კითხვის დასმას გაბედავს. ამ ქვეყანაში კითხვის დასმა უნდა იყოს შესაძლებელი, ეს არის მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისთვის. სხვაგვარ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებთ. და პასუხის გაცემას უნდა იყოს სავალდებულო. აბსოლუტურად. საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მიმართ. არის კიდეც, აი როცა ვლაპარაკობთ და მეცდები რომ შევაჯამოკიდეთ, როცა ვლაპარაკობთ ხო ქართულ ოცნებაზე, რომელმაც ავტორიტარიზმის მშენებლობა ბევრად ადრე დაიწყო და დღეს ჩვენ ესეთი მონოლითური, რეპრესიული, ასევე პროპაგანდაზე დამდგარი სისტემა გვაქვს და პროპაგანდა ასევე გამოიცადა რიონის ხეობის მოძრაობის წინააღმდეგ და ეს პროპაგანდა ეხა ყველაზე ვრცელდება. ჩვენ გვაქვს ესეთი შემდგარი ავტორიტარიზმი და როცა ვლაპარაკობთ ხო რა არის ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური პროექტი, რა თქმა უნდა ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება და მას არ ჭირდება დემოკრატია. დემოკრატია ხელს
უშლის მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, თუმცა მას დასჭირდება რაღაცნაირი ქვეყანა და მას აი თუნდაც ბოლო პერიოდის პროექტები რო დავინახავთ მონახავს როგორ ქვეყანას აპირებს რომ აქედან გამოიყვანოს ქართულმა ოცნებამ აი ამ ძალაუფლების შენარჩუნების მიღმა. თუ ჩვენ დავაკვირდებით განათლების რეფორმას, რომელიც ახლა არის დაანონსებული და რომელიც ერთის მხრივ აპირებს რომ ესე თქვათ გაანეიტრალოს ყველა აკადემიური და სამეცნიერო სივრცე ამ ქვეყანაში და მასზე პოლიტიკური პარტიული კონტროლი მოიპოვოს, მოდი ესე ვთქვათ. გარდა ამისა, ეს რეფორმა აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას ამ ქვეყანაში არ სჭირდება ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება, მას სჭირდება უბრალოდ სამუშაო ძალა, ფიზიკური სამუშაო ძალა. გახსნილი ტექსტით იყო ეს ნათქვამი. კი, პირდაპირ თქვეს ეს, ხო, მათ არ სჭირდებათ ხარისხიანი განათლება, მათ არ სჭირდებათ სათანადო განათლება, კვეცავენ, კუმშავენ ამ სისტემას იმისთვის, რომ ასეთი სამუშაო ძალა შექმნან. მეორეს მხრივ ის აპირებს რესურსების ათვისებას, ისე როგორც აპირებს ააშენოს და ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო კლასობრივი საზოგადოება აქციოს, სადაც მდიდრებისთვის იქნება რაღაც სივრცეები, ხალმისაწვდომი, ფეშენებელური სახლები და სადაც ვიღაცებმა მომსახურება უნდა გასწიონ და ეს ვიღაცები იქნებიან მომავალი თაობები, რომელთაც ბევრი არ ეცოდინებათ, ექნებათ ორი ხელი, ორი ფეხი და შეეცდებიან, რომ მოიმსახურონ კლასს, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და რომელიც კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდება ფინანსურად და პოლიტიკურად და დანარჩენი საზოგადოება ჩადგება მათ სამსახურში. ეს არის სწორედ ამიტომ ეს პროექტები არის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიის არგუმენტებიდან, როგორც ეკოლოგიის არგუმენტებიდან, ასევე უთანასწორობის არგუმენტებიდან, რამდენად უთანასწორო საზოგადოების შექმნას ცდილობს, როცა მხოლოდ მათ შვილებს ექნებათ განათლებაზე წვდომა და სხვებს აღარ ექნებათ განათლებაზე წვდომა. როცა მათ შვილებს ექნებათ საშუალება შეიძინონ ესეთი ძვირადღირებული ქონება და სხვებმა უნდა უზრუნველყონ მათი კარგად ცხოვრება და მომსახურება და ასევე აპირებს რომ ეს იყოს მომსახურების ქვეყანა, ხო? სადაც ყველა დანარჩენი უბრალოდ იმუშავებს დანარჩენებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ეს კითხვები უნდა დავსვათ დღეს, ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ, უნდა მოვითხოვოთ პასუხები ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ძლევამოსილია ის სისტემა, რომელზეც ვლაპარაკობთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ის კიდევ უფრო კაცრი, რეპრესიული გახდება, თუ ჩვენ აი ამ ვერ მოვახერხებთ ახლა ჩვენი პოტენციალის და იმ ძალიან მცირე ჯგუფები დარჩა ამ ქვეყანაში, ვინც კიდევ იბრძვის დემოკრატიისთვის და ინსტიტუციურ სივრცეებს გულისხმობ, აი ეს შეკავშირება, რომ ეს კითხვები დაისვას, ეს კითხვები საჯარო იყოს, მედიამზე საუბრობდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთ სიტყვი, ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა შეძლოს ნამახვან ჰესის ისტორიის გადაწერა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, რომ რაღაცნაირად შეყვა ქართულ ოცნებას პასუხისმგებლობის სხვაგან გადატანაში, უნდა ეს გონივრული ლოგიკური აზროვნების მეთოდი უნდა გამოიყენოს და უნდა გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლობა ამ პროცესზე ეკისრება იმას, ვინც მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას და არა იმ ადამიანებს, რომლებიც კითხვებს სვამდნენ, რომ ეს ხელშეკრულება ამ შინაარსით ხომ არ იქნება დიდი რისკების შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის და აღმოჩნდა რომ იქნება. ხომ ეს არის მარტივი ლოგიკური ამოცანა, რომელიც ყველამ უნდა გააკეთოს თავის თავთან. ძალიან სამი წამი დათო და უნდა გავიდეთ ეთერი. ხო, არა, უბრალოდ საბოტაჟზე მინდოდა რა მე თქვა. აი, იგივე, იმიტომ რომ საბოტაჟს უკვე ხშირად ხმარობენ, პრაქტიკულად ყველაფერზე საბოტაჟს გაიძახიან რეალურად, რაც მათ პოზიციაში თანხმედრაში არა, საბოტაჟი არის აუცილებლად. აი, ნამახვანთან დაკავშირებით მაინტერესებს ეს რა ის გულისხმობა საბოტაჟში. ის რომ ენერგოგაერთიანების მედიაციის შედეგად თვითონ შედეგი იყო ის, რომ უნდა მომხდარიყო საპროექტო დოკუმენტაციის საერთაშორისო რევიზია. ის რომ უნდა სამინისტროს შეესწავლა თუნდაც რა ზიანი მიაყენა და რა უკანონობა ჩაიდინა ენკამ აი ამ იმ თხრის დროს, რომელიც შემდგომ არგუმენტებად უნდა გამოიყენებინა სწორედ არბიტრაჟის დროს, რომელიც როგორც ხედავთ არ გამოიყენა. ანუ ან იგლჰილსის შემთხვევაში რას ნიშნავს საბოტაჟი? კითხვის დასმა საბოტაჟი არის? ჩვენი კონსტიტუციაში ჩაიხედო გარემოს დაცვასთან მიმართებაში რა წერი, ანუ ჩვენ ჯანსაღარემოში ცხოვრების უფლება აღარ გვაქვს და მხოლოდ ამ ადამიანებს უნდა გქონდეთ, რაც უნდა იმის კეთების უფლება და სხვა თუ რამე კითხვას დასვავს, საბოტაჟია ეს ყველაფერი? სხვათა შორის საერთაშორისო აუდიტის მოწვევა ამ შემთხვევაშიც იქნებოდა ძალიან სწორი და ძალიან კარგი, მით უმეტეს, როცა ჩვენ აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ ვართ პასუხისმგებლები თუნდაც აი ამ დიდ პროექტზე, რომელიც ახლა აპირებენ რომ მაგას ვსვამდით ჩვენ ზუსტად ნამახვანის შემთხვევაში. თანხმობამდე ვიდრე დაასრულებთ, ახლა ჩვენ აქ ვხედავთ და სულ რაღაც რამდენიმე სიტყვით მინდა ლინამ ვრცლად ისაუბრა
საჯარო რესურსების ხარჯვაზე, მითვისებაზე, მიტაცებაზე მე ვიტყოდი პირდაპირ და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არის ზუსტად ეხა ბალდაში რაც ხდება მარტვილის რაიონში, ქუჩაში, შუაგზაზე სხედან ქალები, მათ შორის ხანდაზმული ადამიანები, იმიტომ რომ ორწლიანმა პროტესტმა ვერ გახსნა გადაწყვეტილების მიღები, აი ეს დახურული წრე, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ გაუვიდა ამ კონტრაქტსვა და რომელიც ასევე რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ჯგუფს ჰქონდა და პირებს გადაცემული 59 წლის ვადით ბალდის კანიონი და კონტრაქტი დამთავრდა და ისევ იქ არის, ისევ შემოღობილი, ისევ მიტაცებული აქვს ეს ტერიტორია, მთელი ეს ბუნების ძეგლი. ეს ადამიანები პასუხსელოდებიან სხვათა შორის და ჯერ ისიც კი არის. ქუჩაში შუაღამეს ამ სიცივეში სხედან ქალები, მათ შორის ხანდაზმული ქალები და არავინ არ უსმენს და არავის არ ესმის. მათი ხმა არა, ჩვენ დღეს გვიპასუხებთ, არც კი გაბედოთ კითხვის დასმობა. და ახლა ეგეთი უნდა გვინდოთ ამ ხელისუფლებას, როცა აგერ ბალდის მაგალითი გვაქვს წინ ამ წუთში ანგელოზები იყვნენ, ზოგადად ესე არის სახელმწიფოში ფრთიანი ანგელოზებიც რო იყვნენ. ხელშეკრულება არის ხელშეკრულება. ის უნდა იყოს ღია, ჩავიხედო და თუ ფრთიანი ანგელოზები არიან, ვიტყვით რომ ფრთიანი ანგელოზები ხართ თქო. და მე დარწმუნებული სამწუხაროდ პრაქტიკა აჩვენებს რომ არა თუ ფრთიანი ანგელოზები ესენი არიან, რა ვიცი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ნინო არაპირებს გაჩერდეს და კითხვები არ დასვას, არც გელა გაჩერდება და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ აუცილებლად დავსვამთ იმ კითხვებს, რომელიც უნდა დაისვას, მით უმეტეს გამოცდილება არ გვაქვს თვალ სახარბიელო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ მომავალ შაბათს აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე.